მოგესალმებით, წარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Nexty. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი ვაინ, ღვინო რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ, საგადასახადო, აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და განათლებას. ასევე ჩვენი მეგობარია Classroom-G, პლატფორმა, რომელზეც მოსწავლეები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალს სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან, და რომელსაც დაამატეს ბევრი ახალი აპლიკაცია, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აი ამ ვებგვერდზე მასწავლებლების პოვნაში და შესაბამისად განათლების მიღებაში. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის სულხან სალაძე, რომელსაც ბევრი იცნობთ, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური მოღვაწეობით მაპა კარტოგრაფიკაზე. ეს არის ძალიან შესანიშნავი ვებგვერდი, რომელზეც ყველანაირი სიახლე ქვეყნდება ხოლმე, რაც აი ამ სივრცეში შემოდის ამ შემთხვევაში და ძირითადად, რა თქმა უნდა, თემები არის საქართველოს ძველ ევროპულ რუკებზე. არა მარტო ევროპულ პრინციპში, სადაც კი მოიძევება, მოკლედ რომ ვთქვათ, და სულხანი ეძებს ხოლმე ასეთ რუკებს, პოულობს, ცდილობს რომ შეიძინოს, მე ჩამოიტანოს მეცი ორიგინალები, ასლები ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ მე მოხვიდეთ დაათვალიეროთ ამ სივრცეში, რომელსაც მაპა კარტოგრაფიკა ჰქვია და რომელიც ზურაბ ბავალიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და ძალიან საინტერესოა მართლა რო გითხრათ, იმიტომ რომ რუკები გადმოსცემს დაწყებული ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე აღქმებს. არა მარტო იმას თქვათ, რომ რა არის ზუსტად დატანილი ამ შემთხვევაში საზღვარისად გადის, ან თასად არის მაინც და ქალაქი და შემდეგ. ეს არ არის ძირითადი თემა ხოლმე ამ შემთხვევაში რუკებზე, უფრო არის აი იმ პერიოდში რა არის პრიორიტეტული, რა აინტერესებთ, ანუ რამდენად მეტი ინფორმაცია აქვს სხვადასხვა დროს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე იმაზე და გვილაპარაკია, რომ აი იყო პერიოდები შუა საუკუნეებში ანტიკურობაში, რომ აი თითქოს ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ, არ აინტერესებდათ იმდენად და უბრალოდ რაღაცა მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლებოდა ხოლმე. ხანდახან ხვდებით ძალიან დეტალურ რუკებს. ანუ არის პერიოდი, როდესაც ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქალაქია დატანილი, მონიშნულია გზები, ყველაფერი და მე არის პერიოდები, როცა შეიძლება ერთ სიტყვა ეწეროს საერთოდ რუკაზე, საერთოდ არ ეწეროს ამ შემთხვევაში, ხო? ამას თავისი მიზეზი აქვს და შესაძლოა ასევე არის ერთი პრობლემა, რაც ქართულ სოციალურ სივრცეში განსაკუთრებით არის ხოლმე, რუკების მიხედვით მსჯელობენ ამა თუ იმ პერიოდში საზღვრებზე სხვადასხვა ქალაქების არსებობას და შემდეგ რაც ხშირად არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ამ რუკების ავტორები გაითვალისწინებთ, ეს ხდება მე-14 საუკუნეებში, მე-16 საუკუნეში, რომლებიც ხშირად სარგებლობენ ანტიკური ცნობებით, რომლებიც ხშირად უბრალოდ თავიანთ რაღაც წარმოდგენებს გადმოსცემენ და ასე შემდეგ, ასე რომ რუკებმა შესაძლებელია რომ ძალიან დიდ შეცდომაში შეგვიყვანოთ, როდესაც არ იცით როგორ წაიკითხოთ ამა თუ იმ პერიოდის რუკა. და აი ჩვენ დღეს ვეცდებით გარკვეული შთაბეჭდილება და წარმოდგენა შეგიქმნათ თუ რას ნიშნავდა ადრე კარტოგრაფია, როგორ გადმოსცემდნენ ისინი ამას და განსაკუთრებით საქართველოს როგორ არის წარმოდგენილი. აი ჩვენს უკან რომელსაც ხედავთ, ეს არის ჰერესფორდის ცნობილი რუკა, სოფლიო რუკა არის. აი ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ მაშინდელ შუა საუკუნეებში, ანუ 12 საუკუნეში ევროპაში, თუ როგორი იყო დედამიწა, როგორ ფუნქციონირებდა ეს ყველაფერი, სად იყო ცენტრი. შესაბამისად, აი არის აქ ხედავთ ყველაფერს ამას დატანიერს და ძალიან საინტერესო რუკა, რომელსაც მე ჩავაგდებ მე უკვე ილუსტრაციის სახით და შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ნახოთ რა წარწერებია გაკეთებული, ან რა აღნიშნებია. აი მოდი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი თემა გვგასახილვი, მაგრამ ამით დავიწყოთ, მოდი, იმიტომ რომ აქვე გვაქვს თვალსაჩინოებისთვის და აი რატოა საინტერესო ეს რუკა, აი რატომ იყო შენი მიზანი რომ ამ სივრცეში ეს რუკა გქონოდა მაინც და მაინც. ნიკა, მოგესალმები, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. მივესალმები პოდკასტის მაყურებელს, მსმენელს და მიხარია რომ შესაძლებლობა მაქვს ვისაუბროთ ძველ ევროპულ რუკებზე და ამ ევროპულ რუკებზე საქართველოს გამოსახვის თავისებურებას, რომელიც თავისთავად არ არის რაღაც სხვა ქვეყნების, ხალხების თუ დასახლებული ადგილების გამოსახვისგან განსხვავებული, იმიტომ რომ ეს ერთი ხაზი იყო კარტოგრაფიაში და დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი იღებდა გარკვეულ სახეს და ფორმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იცვლიდა ამ ყველაფერს. სანამ უშუალოდ ამ ჰერესფორდის მაპამონზე ვისაუბრებ, ორივე სიტყვით ვიტყვი მაპა კარტოგრაფიკას შესახებ, რას ვაკეთებ ჩვენ და რა არის ჩვენთვის ახლა პრიორიტეტული. ჩვენ კონცენტრირებული ვართ საქართველოს თემატიკაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საქართველოზე ვეძებთ რუკებს, რადგანაც ჩვენთვის საინტერესო ნებისმიერი რუკა, რომელზეც მნიშვნელოვანი აღნიშვნები შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოს და ეს ჰერესფორდის მაპამონდიც, რაც ახლა დასაწყისში ახსენეთ ჩვენი საუბრისა, სულ ორი აღნიშვნაა ამ რუკაზე საქართველოს შესახებ, არადა ჯამში 1100-ზე მეტი სიმბოლო და ტექსტია დატანილი მთლიანად რუკაზე. ანუ ეს არის მთელი სამყაროს ისტორია არის გადმოცემული და ხშირად გაგვიგია რომ ბნელი შუა საუკუნეები, მაგრამ ეს რუკა არის ნათელი დემონსტრირება რომ
არაფერი ბნელია შუა საუკუნეები არ ყოფილა იმ გაგებით, რა გაგებითაც ხშირად მოიხსენიებენ, ხო? ყოველ შემთხვევაში გვიანდელი შუა საუკუნეები ამის ნათელი მაგალითია, ოდესაც გარკვეული დიდი ცვლილებები ხდება ევროპაში, წინაპირობა არის აი რენესანსის დასაწყისისა, მათ შორის შემდეგში უკვე. მაპა კარტოგრაფიკასთან მიმართებაში ორი სიტყვას ვიტყვი კიდევ. საერთო ჯამში ჩვენ 300 მეტი რუკა გვაქვს ამ ეტაპზე ჩვენს კოლექციაში. ორშაბათის გარდა ნებისმიერ დღეს შეუძლია დამთვალიერებელს მოვიდეს. კი ბატონო, 10-დან 9 საათამდე ღია არის, შემოსვლა მითვალისწინებს როგორც რუკებისთვის, ასევე ნახატების სივრცის ნახვასაც. ზურაბავალიშვილის 12 ნომერში ვარ და ხელოვნების ფონდი ანაგი შენობაში არის ჩვენი საგამოფენო სივრცე იულად რომ ადამიანებმა იპოვონ ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება ჰერეფორდის მაპამუნც რომ მიუბრუნდეთ, ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი რუკა არის და ზოგადად ეს პერიოდი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აქ ერთმანეთს ერწყვის მითოლოგიური, ბიბლიური და რეალისტური ცნობები სამყაროს შესახებ. ჯერ ერთი ვთქვათ ისიც რომ მიუხედავად იმისა რომ რუკა მე-13 საუკუნის მიწურულს არის შესრულებული, სინამდვილეში რუკა ბევრად დიდი პრეისტორია აქვს, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის რუკა შექმნილიყო 1293 წელს, როგორც ასახელებენ ხშირად შექმნის თარიღს. ხო, ანუ ერთ წელში ამ მასშტაბის ცოდნის გადატანა და ესე ვთქვათ, გამოსახვა სამყაროსი. ალბათ თუთა დაამთავრეს მუშაობა. ხო, იმიტომ რომ ამას თავისი წინაპირობები აქვს, იმიტომ რომ პირველი ზოგადად ამ ტიპის რუკებს მაპამუნდებს კი ვეძახით, მაგრამ TO სისტემის რუკებია, ხო? ეს არის ლათინური O, რომელიც ირგვლივ აკრავს დედამიწას და ეს წყალს აღნიშნავს, ოკეანეებს აღნიშნავს, T, რომელიც ერთი არის ხმელთაშუა ზღვა, ფეხიტესი, აი შეგვიძლია ვაჩვენო, აი ეს არის ხმელთაშუა ზღვა, მაგალითად, მდინარე დონი და მდინარე ნილოსი. ეს არის გაყოფა ხმელეთისა სამ ნაწილად შუა საუკუნეების რუკებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს გარემოება, რომ ეს სამ ნაწილად ხმელეთის გაყოფა უფრო ადრეც არსებობდა, მაგალითად ძველი ბაბილონური რუკა, თუ ავიღებთ იქ კლასიკური TO სისტემა არ არის, მაგრამ ლათინური OS ფორმა მონაწილეობს და ბერძნულ სამყაროში თუ გადმოვალთ აქეთ, უკვე ანაქსიმანდრე მილეტელთან გვხდება ასევე გაყოფა სამყაროსი სამ ნაწილად, ხო? აფრიკა, ევროპა და აზია და ეს გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში. ანუ იმის თქმა მინდა რომ შეუძლებელი იყო ეს რუკა შექმნილიყო უცებ რაღაც მოწმენდილ ადგილას ისე რომ ამას წინაპირობები არ ქონოდა. ზოგადად რატომაც ამ რუკას გამოვარჩევთ და რატომაც ჩვენ ფსონი ამ რუკაზე დავდეთ და არა რომელიმე სხვა რუკაზე იყო ის რომ ეს არის შუა საუკუნეების ყველაზე კარგად შემონახული რუკა ჩვენამდე რომელიც პრაქტიკულად უცვლელად არის მოსული, ხო? ძალიან დიდი იშვიათობა, იმიტომ რომ დაახლოებით ამავე პერიოდში არსებობდა იყო შექმნილი ეფსდორფის გერმანული მაპამუნდი, ბევრად დიდი ამ რუკაზე, ბევრად დიდი, თუმცა მე-19 საუკუნემდე არავინ არ იცოდა ამ რუკის შესახებ, მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს ეფსდორფის მაპამუნდს გულისხმობთ მე ახლა გერმანულ რუკას და მეორე მსოფლიო ომის დროს ჰანოვერის დაბომბვისას განადგურდა. არსებობს მე-19 საუკუნის ასლი იმ რუკის, თუმცა კლასიკური გაგებით თუ ლაპარაკობთ ორიგინალ რუკაზე, ის აღარ არსებობს დღეს. რაც შეეხება ჰერეფორდს, ცხადია, ეს არის მე-13 საუკუნეში შექმნილი რუკა, ხშირად ამბობენ, რომ ლინკოლნის მონასტერში არის შექმნილი, თუმცა რახან ჰერეფორდში ინახება და ჰერეფორდიდან ხდება ცნობილი, ამ სახელით ვიცნობთ ჩვენ, ხოთაშორის რუკაზე აღნიშნულია როგორც ლინკოლნი, ასევე ჰერეფორდი, ორივე და ერთ-ერთი არგუმენტი, რატომაც ეს რუკა უნდა ყოფილიყო ლინკოლნში შექმნილი და არა ჰერეფორდში, არის ფორმა და ზომა ჰერეფორდის გამოსახვისა, რუკას ძალიან პატარაა ჰერეფორდი, ხოლო საკუთრივ ლინკოლნი აი შეგვიძლია ვნახოთ კიდევაც, აი ეს არის ჰერეფორდი. აი ეს და ეს არის ლინკოლნი. ანუ რამდენად დიდია სხვაობა ფიგურებისა ზომაში. ხო, თან რა არის, ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ აი ამ ხელა მსოფლიო რუკა და აი აქ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა შეიძლება ამ დედამიწაში და ჰერეფორდი რა პუნქტი იყოს, ხო, მნიშვნელობით ზომით და შემდეგ, მაინც დატანილი არის. იქმნება იმ პროცესში, ხო? ინგლისი, ზოგადად დღევანდელ გაგებით ბრიტანეთი, ირლანდია საკმაოდ დეტალურად არის წარმოდგენილი. კი, და კარგად იციან რა თქმა უნდა და აი თუ გადმოვალთ კონტინენტურ ნაწილზეც, აი ეს მხარე მაგალითად ბრაბანტი, აქ აღნიშნულია ჰოლანდია, ეს ნაწილები კარგად იციან საკმაოდ და ევროპა საკმაოდ რეალისტურია თავისი. კი ბატონო, ევროპა საკმაოდ რეალისტურია ამ რუკაზე განსხვავებით აფრიკისგან და აზიის უკიდურესი სამხრეთ და აღმოსავლეთი ნაწილებისგან. ეხლა სპეციფიკა რა იყო ამ რუკისა, მოკლედ რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს არის რუკა, რომელსაც არავინ არსად არ მოგზაურობდა. ეს არ იყო სამოგზაურო რუკა. თუმცა ეს იყო ერთგვარი მთელი ცოდნა სამყაროს შესახებ იმ დროინდელ ეპოქაში და ამ რუკით ადამიანები იგებდნენ როგორ იყო სამყარო მოწყობილი. მთავარი მომენტი არის ის, რომ ეს არის ქრისტიანულ პერსპექტივაზე აგებული რუკა და მთავარი ხაზი მიყვება სწორედ ქრისტიანობას ამ რუკაზე. ამიტომაც მაპამუნდის ტიპის ქრისტიანულ რუკებზე და ჰერეფორდი ცხადია გამონაკლისი არ არის, სამყაროს ცენტრი ყოველთვის არის იერუსალიმი. აი აქაც საიდანაც არ უნდა მიუდგეთ, იერუსალიმი არის ცენტრში წარმოდგენილი.
საინტერესო არის ის, რომ წმინდა მიწა ზოგადად და აი ეს ადგილები, რაც ბიბლიურ სამყაროსთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც წითელი ზღვა, საკმაოდ დიდ ტერიტორიას იჭერს. ის მთელს ევროპას თუ ავიღებთ, ევროპასთან შედარებით დაახლოებით მთელი ევროპის შედარება რო გავაკეთოთ, 1/5 უჭირავს მარტო ამ ნაწილს. მნიშვნელობით უფრო არის ამ შემთხვევაში ეს ზომბები მოცემული, ხო? მნიშვნელობას აქვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული დატვირთვა და გარდა ამისა 1893 წელი არ არის დიდად შორს არც ჯვაროსნული ომებისგან, ხო? ესეთ და მით უმეტეს ამას კი და მით უმეტეს ამას თავისი წინამორბედი რუკები აქვს და ეს ნიშნავს იმას, რომ იმ დატვირთვის პოლიტიკური თვალსაზრისითაც და პიეტროვეს კონტეს მსოფლიოს რუკასაც როცა შევეხებით, იქაც იერუსალიმია ცენტრში მოქცეული, ანუ ყველასთვის უნდა ეჩვენებინათ, რომ ეს ცენტრია და ყველა უნდა მიისწრაფოდეს. კი, ბატონო, რახან ქრისტიანულ პერსპექტივაზეა, მაშინ ისიც ვთქვათ, რომ თუ იერუსალიმი არის სამყაროს ცენტრი, რომს აწერია, რომ რომი არის სამყაროს თავი. ანუ რელიგიური კონტექსტი ამ რუკაზე წამყვანია. წითელი ზღვა წითლად არის. კი ბატონო. ერთი გამონაკლისი გვაქვს ჩვენ რუკაზე, როდესაც წყალი არ არის ან ყავისფერი, ან რაღაც მწვანე ლურჯი ფერის გარდამავალ ფერში. ხო, მდინარეები არის გამოსახული, აი მაგალითად ეს არის მდინარე დუნაი. რომელიც ლურჯია და ყავისფერში წარმოდგენილია ზღვები და ირგვლივ ოკეანეები. ერთადერთი გამონაკლისი, როცა წყალზე ვსაუბრობთ, არის წითელი ზღვა. ფორმითაც და ფერითაც განსხვავებული, იმიტომ რომ აქაც ბიბლიური თემატიკა არის წამყვანი და მნიშვნელობა. და შესაძლოა, ეხლა ჩვენი მაყურებელიც თუ დააკვირდება, წითელი ზღვა გაყოფილია ორ ნაწილად. ეს არის მოსეს მიერ ებრაელების გამოყვანის სცენა ეგვიპტიდან და ერთადერთი იდენტიფიცირებადი გზა არის სწორედ მოსეს მიერ ებრაელების გამოყვანა. მოდი ისიც ვთქვათ, რომ რასაც ახლა ჩვენ საუბრის დროს აი აქ მაყურებელი ეკრანზე ხედავს, ეს რუკა მე-13 საუკუნეში შექმნილი, ორიგინალი ინახება ჰერეფორდის მონასტერში, ტყავზე შესრულებული და ჩვენთან არის წარმოდგენილი პირველი ლითოგრაფიული ასლი, რომელიც შესრულებული არის 1872 წელს. ის, რასაც ახლა მაყურებელი ხედავს, მსოფლიოში დაახლოებით არის 30 წელი დარჩენილი სულ და ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ გასულ წელს ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკების გზით შევიძინეთ ეს რუკა შეერთებულ შტატებში და საქართველოში ჩამოვიტანეთ. მომხსენერად რომ ჩვენთან ხომ ხშირად რომ ნაპოლეონის ნიღბებიდან ერთ-ერთი ინახებაო რა და შესაძლოა რა არის მან ერთი რაღაცა არის ხომ შეცდომით რომ სამი ნიღაბიაო სულ და ერთ-ერთიაო ეს არ არის ეს სიმართლე თავიდან ის თავის სამი ნიღაბი რაც არსებობს ნაპოლეონისა არ არის აქიდან არც ერთი საქართველოში უბრალოდ მე იქიდან გადაიღეს კიდევ ასლები და იქიდან გადაღებული ასლებიდან არის ერთ-ერთი საქართველოში რა თქმა უნდა ხაბათი რაოდენობა ულევი არ არის მაგრამ საკმაოდ ბევრია იმასთან შედარებით ვიდრე სამია როგორც სასახელება ხო ამ ეს რუკაც თავიდან როცა ბრიტანეთის მუზეუმმა რეაბილიტაცია კონსერვაციის პროცესი დაიწყო 1860-იანი წლების ბოლოს მუზეუმის 116 გამომწერისგან მიიღო შეკვეთა ორიგინალი ზომის ასლის დამზადებაზე, ლითოგრაფიული წესით, საბოლოოდ დამზადდა დაახლოებით 60 ცალი და დღეს დარჩენილია 30-მდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასე რომ ეს განსაკუთრებული რუკა. სანამ რამდენიმე მნიშვნელოვან აღნიშვნაზე ვიტყვით, მოდით საქართველოზე ვისაუბროთ, რა არის აქ საქართველოს კონტექსტში წარმოდგენილი. ცხადია ჯორჯიას აქ ან საქართველოს, როგორც ჩვენ ვუწოდებთ ჩვენ სახელმწიფოს, ამგვარ აღნიშვნებს ვერ ვნახავთ, ბუნებრივია ვერ ვნახავთ ვერც გურჯისტანს, იმიტომ რომ გვიანდელი ამბავია უფრო გურჯისტანი, მაგრამ მithumetes ევროპელები ხო არ ეძახდნენ ესე ხო? თუმცა მე-17 საუკუნის ევროპულ კარტოგრაფიაში ოსმალეთის იმპერიის გავლენით ეს გურჯისტანი შემოდის, რა თქმა უნდა. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ზოგადად თუ ესე დავსვავთ კითხვას, როდის ჩდება საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშვნები ევროპულ კარტოგრაფიაზე და უფრო ძველ პერიოდში თუ თავალთ ანტიკური სამყაროს რუკებზე ევროპულზე, პასუხი არის ძალიან მარტივი. საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშვნები იმ წამსვე ჩდება ევროპულ რუკაზე, რა წამსაც ევროპული კარტოგრაფია ჩდება. და ორი მნიშვნელოვანი აღნიშვნაა, ხო, ეს არის პირველი კოლხეთი და მეორე ეს არის იბერია. დღევანდელი გაგებით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ესე უხეშად რომ მოუხაზოთ ეს რუკებზე. ეხლა რუკაზე რა არის კოლხეთის ნაწილში? საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ევროპულ კარტოგრაფიაში დასავლეთ საქართველოს დღეს რასაც ვეძახით, უფრო დეტალურია ყოველთვის რუკებზე, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს. გასაგები მიზეზების ზღვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ანუ ეს არის უკვე ის პერიოდი, როცა ბერძნები შავ ზღვას სტუმართ მოყვარე ზღვას უწოდებენ. ცხადია, აქ საუბარი არ არის, რომ კარგი ღვინით ხდება ვინმე, ან რა ვიცი, რაღაც გემრიელი ნუგბარი დაახვედრა და ამავდროულად. საუბარი იმაზე, რომ ეს ბერძნებისთვის კარგად ცნობილი ზღვა არის, უკვე და კარგად ცნობილი ზღვა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამ ზღვის ირგვლივ რა ხდება, ეს ყველაფერი მათთვის ცნობილია. ამიტომაც არის, რომ აი გვიანდელი პერიოდის რუკებზეც კი მე-17-18 საუკუნეში, სანამ სულხან-საბა არ წავა დიპლომატიური აღმოსავლეთ საქართველოს აღნიშვნებში ბევრი ქაოსია. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ამბავი არის პიერ დიუვალის ჯორჯიის რუკაზე, დიდი ტბა გორს და თბილის შორის. დიდი ალბათობით ეს სევანის ტბა უნდა იყოს, რომელიც არასწორი ლოკალიზებაც არის. მაშინ როცა დასავლეთ საქართველოში ამ მასშტაბის შეცდომებს ჩვენ ვერ ვხედავთ. ისე უნდა ითქვას აქ, რომ აი მასეთი რაღაცა რაც აღნიშნე.
იწვევს ხოლმე კონსპიროლოგებისგან მთელ რიგ თეორიებს. აი მათ შორის ალბათ გესოდნება დიდი ტარტარიის თეორია, რომელიც ევროპულმა რუკამ გამოიწვია, რომელზეც დატანილია სივრცე და დიდი ტარტარია ეწოდება და ეს რაღაცა დაკარგული ცივილიზაცია დააქვთ ხოლმე გამოცხადებული და ნუ რახან რუკაზე დატანელი ესე იგი ხო. იმ პერიოდის რუკებზე წერია დიდი ტარტარი, როდესაც რაღაცის უცებ გაქრობა პრაქტიკულად შეუძლია. მე-18 საუკუნის რუკებზე ვხედავთ ამას ჩვენ და ჩვენს კოლექციაში არაერთი რუკა არის ასეთი წარმოდგენილი აზიის და მსოფლიოს იგივე აი თუნდაც იგივე ტბების და იმ შემდეგ ზოგს მე წარმოდგენა გაუშვია რომ იქ იყო თითქოს რაღაცა და მე ძიება დაიწეს იმის იმიტომ რომ დროინდელი რუკების ეს სიმცდარე გარკვეულწილად იწვევს ხოლმე კონსპიროლოგების მე ინტერესში რა დასაწყისში რაც აღნიშნე რომ რუკის წაკითხვას თავისი სპეციფიკა აქვს ხო და არც საზღვრებზე შეიძლება ვილაპარაკოთ და ეპოქაც ბუნებრივია ყოველთვის მნიშვნელოვანია გარდა იმისა რასაც ჩვენ რუკებზე ვხედავთ, ასევე ვეძებოთ იმ დროინდელი წყაროები, წერილობითი რა წერია. იმიტომ რომ ეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ შეიძლება ამ ორ რამეზე მსჯელობა, მით უმეტეს თუ კი რუკა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ეხლა აღნიშვნას რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ნაწილში ორი მნიშვნელოვანი მომენტი გვხვდება. პირველი ეს არის კოლხეთის აღნიშვნა თავისთავად რუკაზე. აი აქაც ეს კოლხეთი არის აღნიშნული. ქვემოთ არის ოქროსაწმისის სიმბოლური გამოსახულება. ეს ვერძი და ცნობა ბერძენი მეფის შესახებ, რომელიც იასონს გზავნის კოლხეთში ოქროს საწმისის ჩამოსახვას. იოლკოსი და რო ჩამოსახვას. ეს არის შავი ზღვის აღნიშვნა, პონტუს ეუქსინუს წერია. აი ეს მდინარე სავარაუდოდ უნდა იყოს მდინარე რიონი, დიდი ალბათობით. ზოგიერთ წყაროში მიჩნეულია, რომ ეს საერთოდ კუნძულია კოლხეთის, როცა კოლხეთში არის მსჯელობა, მაგრამ უფრო ლოგიკურია ალბათ ვისაუბროთ იმაზე, რომ მდინარე რიონი მით უმეტეს პირდაპირ შავ ზღვას ერთვის ეს მდინარე ფაზისი, როგორც მოიხსენიებენ იმ დროინდელ და მერეც გვიანდელ პერიოდშიც აკითაც უკვე კლასიკური ფრანგული კარტოგრაფიას, ნიდერლანდური კარტოგრაფიას, გერმანულიც, ვიდრე ვახუშტის რუკა არ იბეჭდება ევროპაში, პრაქტიკულად თითქმის ყველა წერს ფაზის რიონის აღსანიშნავად. ხო, ეს ძალიან დიდი გავლენა აქვს ანტიკურ ინფორმაციას. ზოგადად აი იცი რა არის მე ხშირად ვამბობ ხოლმე ისტორიაში ეგრეა. ჰეროდოტემ რო დაწერა ეს ისტორია, ჰეროდოტესეული ტერმინები ფაქტობრივად აი გვიან შუა საუკუნეებამდე აქტიურად გამოიყენებოდა ხოლმე ევროპულ ისტორიოგრაფიაში. დაახლოებით რუკაზეც იგივე ხდება. გვიანდელ პერიოდში ვნახავთ რუკებზე სკვითებს, კომანებს, ისეთ ხალხს, რომელიც იქ აღარ ცხოვრობს, ძალიან დიდი ხანია სტეპის ხალხი. სტეპის ხალხი განსაკუთრებით ხო, კავკასიის მთების ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხი. ეს ხო იმიტომ რომ კი ბატონო, გოგი და მაგოგი ამ რუკაზეც არის სხვათა შორის წარმოდგენილი. ეხლა რაც შეეხება მეორე აღნიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის იბერიის აღნიშვნა, აი აქ ვხედავთ იბერიას. იბერიის გვერდით არის არმენია 1 და არმენია 2. დიდი და მცირე არმენია. კი ბატონო, აქვე არის ნოეს კიდობანი. ზოგადად დიახ და ჩვენს რეგიონზე რო ვისაუბროთ, ეს არის კასპიის კარი, დღევანდელი გაგებით ეს არის დერბენდი, ზოგჯერ რუკებზე, ოღონდ არა მაპამონზე, რუკებზე არის 2 კარი და ასეთ შემთხვევაში როგორც ეს საუბრობენ, რომ ერთი დარიალს აღნიშნავს, მეორე დერბენდს. თუ ერთი კარია, როგორც ეს პრიორიტეტული არის დერბენდის გამოსახვა, ხშირად ალბანეთის კარი აწერიან, კასპიის კარი აწერია ამ კარებს და მოდი ისიც ვთქვათ ბარე, რომ აქაც ლეგენდა შემოდის, რომ ალექსანდრე მაკედონელის ნამდვილად ალექსანდრე მაკედონელი არ ყოფილა ჩვენს რეგიონში, არ ულაშქრია, მაგრამ ლეგენდა და კარგი ლეგენდა. მანაშენა როგორც ჩრდილოეთიდან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად და ესეც ძალიან ნათელი დემონსტრირება იმისი რომ ეს რეგიონი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამ და კავკასიას არ უწოდებენ ამ პერიოდში ამ რეგიონს არის ერთგვარი ევროპული დღევანდელი გაგებით და ძველი ბერძნული რომაული ცივილიზაციების ბოლო კერა პრაქტიკულად კარგად ცნობილი ტერიტორიებიდან. ცენტრზე კარი მართლა კარი ხატია. კი, პირდაპირ ალბანია გეით ან იბერია გეით შეიძლება ესეთი წარწერები იყოს. გოგი და მაგოგიც იქ არის. კი, გოგი და მაგოგიც აქ არიან წარმოდგენილი აი ადამიანს ჭამენ და კანიბალებზე არის აქცენტი. აი განსხვავებით შავი ზღვისგან რომლის ლოკალიზებაც ბევრად რეალისტურია, არა ფორმით, ზოგადად ლოკალიზების კუთხით, აი ეს არის კასპიის ზღვა. ეს წარმოდგენა ძველი, რომ კასპიის ზღვა სადღაც შორს მთავრდება და უერთდება უწყვეტ ულევ ოკეანეს. ამ რუკაზე ეს ძალიან კარგად ჩანს, უფრო ძველია, ეს ისიდორესთან ვხვდებით ჯერ კიდევ ჩვენ ამას. და ეტყობათ, რომ ჯერ მონღოლებთან ურთიერთობა იმდენად გაღრმავებული არ არის ამ დროს, ხო? 1993 წელია და იმიტომ რომ იქიდან არ მოგზაურობდნენ მაყურეს ჯერ იმდენად, ხო? ამხელა ის არ არის, თუმცა აი გერმანულ რუკაზე, ეპსტორფის რუკაზე, იქ საკმაოდ შორს მიდის ის რუკა, ჩინეთის მონიშნვაც არის იმ რუკაზე, ალექსანდრე მაკედონელიც არის წარმოდგენილი. თუმცა აქ სხვა ცნობები თავისთავად უკავშირდება ალექსანდრე მაკედონელს. ეხლა ეს რაც შეეხება და ჩვენს რეგიონთან დაკავშირებულ აღნიშვნებს. ხო, საინტერესოც არის რომ ამ რუკაზე 4-ჯერ არის ნახსენები ტოპონიმი კავკასია. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ აღნიშნავს
არათუ დღევანდელ კავკასიას, იმიტომ რომ ამ დროს ამ ეპოქაში კავკასიის სახელით რეგიონს არ იცნობენ და საერთოდ მოდი ესეც ვთქვათ, რომ აი ეს რეგიონის კონტექსტში კავკასია არის მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიის ტერმინი, როცა ევროპული კარტოგრაფია ხდება იმპერიული თან მთელი რეგიონი უკვე იმპერიის შემადგენლობაში რო უკვე კავკასიას უწოდებენ მთლიან რეგიონს. ჩვენთან გალერეაშიც არის წარმოდგენილი 1804 წლის რუკა, 1802 წლის ვერსიაც არსებობს გერმანული ვაიმარის შტაბ-ეშტილი რუკა, რომელზეც ლეგენდაში პირველად ჩდება კავკასია როგორც საერთო სახელი და განსხვავებით უფრო ძველი რუკებისგან ამ რუკაზე, ამ გერმანულ რუკაზე აღმოსავლეთ საქართველოს უფრო დეტალურია ვიდრე დასავლეთ საქართველოს, იმიტომ რომ რუსეთს ეს დიდი ხნის წინ გავლილი აქვს ეს თემა, იორის და ალაზნის დელტები არის აი ძალიან დეტალური. მაშინ როცა გურია, სამეგრელო იმით ბევრად უფრო მეჩხრად არის წარმოდგენილი. დიახ, და ბუნებრივია რუკა გერმანულია, მაგრამ ეს გერმანელი კარტოგრაფი ვერ მიიღებს და ამცნობს რუსეთის იმპერიის გარეშე. იმიტომ რომ ანექსირებულია, დაპყრობილია აღმოსავლეთ საქართველოს დღევანდელი გაგებით. ეხლა ეს რუკა ფანტასტიკური რუკა არის ბევრი თვალსაზრისით. მე ვთქვი რომ ამ რუკით არავინ არც არ მოგზაურობდა, თუმცა ეს იყო ერთგვარი ცოდნა სამყაროს შესახებ. რეალურად შეიძლება ვთქვათ რომ ეს იყო ენციკლოპედია ერთგვარად იმდროინდელი მსოფლიოს მთელი ისტორია და რახან მონასტერში შექმნილი რუკა და რახან მონასტერში გამოფენილი წარმოდგენილი რუკა იყო, ეს პრაქტიკულად იყო მონოპოლია ერთგვარი ასევე ცოდნაზე, ხო? ანუ რასაც მოუყვებოდნენ ამ რუკით, ეს იყო მაშინდელი სამყაროს აი კავკასიებისა და გვაქვს. მაგალითად ერთი კავკასია არის აი აქ აღნიშნული და ეს არის დღევანდელი ჰინდიქუშის მთები, აი სადღაც ავღანეთის, პაკისტანის და ინდოეთის მთიანი ნაწილი. ალექსანდრემ კიდევ ერთი კავკასია გვაქვს აი აქ აღნიშნული, ძალიან მაღლა პრაქტიკულად აი ოკეანეების, ზოგადად კავკასიის მთების აღქმაც ხო უკავშირდება რაღაც ძალიან შორეულს და იმის იქით რა ხდება პრინციპში რომ არ იცი, ხო? და ამ რუკაზე ეს ძალიან კარგად ჩანს. რუკაზე ორი კავკასია არის, კიდევ ოღონდ კავკასიით არ არის აღნიშნული, რომელიც მართლა ჩვენს რეგიონს უკავშირდება, მაგალითად იბერიის ზემოთ, აი ეს ნაწილი, ოღონდ კავკასია არ აწერია, მაგრამ საუკეთესო წყარო, რომელშიც ყველა ეს ტოპონიმია, ყველა ეს აღნიშვნა არის გაშიფრული, როგორც ისინი გვეუბნებიან, ეს არის აღმოსავლეთის კავკასიონი, ანუ ძირითადად აქ საუბარია დაღესტანსა და კახეთს შორის გამავალ კავკასიონის მთავარწყალგამყოფ ქედზე. ასევე კიდევ ერთი აღნიშვნა, აი ამ ნაწილში რაც არის, ქვემოთ უკვე უკავშირდება მცირე კავკასიას, რასაც ვეძახით, ჩვენ ეს არის სომხეთის და აი საქართველოს შორის არსებული მთიანი ნაწილი, ასევე ძირითადად, ხო? ამ კუთხითაც ეს რუკა ძალიან საინტერესოა. მე ვთქვი რომ ცენტრში იერუსალიმე მოთავსებული, მაგრამ რუკის საკითხვას აქვს თავისი სპეციფიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ რუკით არ მოგზაურობენ, შემთხვევით არაფერი არ არის რუკაზე აღნიშნული. ამ რუკისთვის მთავარი იყო არა რამდენად კორექტულია ლოკალიზება, არამედ მნიშვნელოვანი არის რა არის აღნიშნული და არა ის თუ სად არის აღნიშნული. აი თუ დავაკვირდებით ოკეანეების შიგნით, აი თავში და ამ რუკებზე ესეთი მომენტია, რომ აზია ყოველთვის არის ზემოთ, აღმოსავლეთ მოთავსებულია მაღლა, ევროპა არის მარცხენა მხარეს დაბლა და მარჯვენა მხარეს არის აფრიკა წარმოდგენილი. ასევე ვთქვათ ისიც, რომ ამ რუკისთვის ნილოსზე გადის საზღვარი აზიასა და აფრიკას შორის და მთელი ეგვიპტე, ასევე ნუბია პრაქტიკულად აზიის ნაწილია. აქ ძალიან კარგად ჩანს ეს ისე იქ სხვათა შორის ძალიან საინტერესო რაღაცაა და რატომ? საერთოდ ეგვიპტე მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის ნაწილია, ყოველთვის იყო ხოლმე ჩართული ყოველთვის ახლო აღმოსავლურ სივრცეში მონაწილეობდა, ხო? კი, და შესაბამისად, აი არ მიკვირს, რომ ეგვიპტე მოთავსებული არის უფრო აზიურ ნაწილში, იმიტომ რომ შინაარსობრივად ეს სახელმწიფო უფრო მეტად ეკუთვნის ახლო აღმოსავლეთს, ვიდრე ეკუთვნის აფრიკას ამ შემთხვევაში. თუმცა მაშინ ხო არაბული, ნუ ამ რუკას როცა ქმნიან უკვე იქ არაბები არიან წარმოდგენილი, მაგრამ ზოგადად ქრისტიანული პერსპექტივისთვის კი არიან არაბები, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეგვიპტე, აი ახლო აღმოსავლეთში სადაც ჯვაროსანი მიდიოდა, ეგვიპტე იყო ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ისლამური სამყაროსი, იქ სალადინი, საიდანაც იყო და აიუბიანების დინასტია, ხოლო ამ პერიოდში უკვე მამლუქთა სასულთნო არის იქ და რომელიც რეალურად არის მთავარი მოწინააღმდეგეც ამ ტერიტორიებისთვის ბრძოლაში. შესაბამისად ის მაინც ახლო აღმოსავლური ისლამური სამყაროს ნაწილად აღიარება. ამ ეგვიპტესაც აქვს სწორედ აღმოსავლეთში იერუსალიმის მხარეს და ამ ნაწილებში და ბევრად მნიშვნელოვანია ხო როგორც მუსლიმანური რელიგიის ისლამისთვის, ისე ქრისტიანული პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანად. ხოლო ნუბია და ეთიოპია და სამხრეთ ხო ყოველთვის დაკავშირებული იყო ხოლმე ძალიან მჭიდროდ ეგვიპტესთან და ბუნებრივად იმასთან ერთად მოთავსდა ისიც. ამ რუკაზე წმინდა ანტონის მონასტერი, რომელიც ითვლება უძველეს ქრისტიანულ მონასტრად არის დატანილი, ასევე აი ამ რუკაზე ნილოსი, ორი ნილოსი გვაქვს, ერთი რომელიც ეგვიპტის უკიდურეს, აფრიკის სამხრეთიდან მოედინება ჩრდილოეთის მიმართულებით და მეორე ასევე რომელიც უკვე უერთდება ხმელთაშუა ზღვას, ეს არის ალექსანდრიის შუქურა, ეს არის ქალაქი ალექსანდრია. ასევე დეტალურად არის წარმოდგენილი ნილოსის შესართავის ნაწილი მთელს რუკაზე. აი რომ გამოვყვეთ ახლა ამ რუკის ვერტიკალურ სვეტს, იმიტომ რომ რუკას საკითხავს თავისი სპეციფიკა აქვს. თავში არის მოთავსებული აზიის უკიდურეს შორეულ ნაწილში, თუმცა რეალურად ეს აქ არ უნდა იყოს მოთავსებული, მაგრამ ამას ოდნავ მოგვიანებით
ვიტყვი რატომაც არის 6-4 დედამიწაზე ადამი და ევა, მდინარე ტიგროსი, ეუფრატი, ნილოსი და ასევე განგი უნდა იყოს, ინდი უნდა იყოს ასევე ამ ემაში წარმოდგენილი, არის კარიბჭე, დატანილი და გალავანი და ცეცხლის ხაზია შემოვლებული რუკაზე. ანუ გამოსახულებაზე ეს ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე ოკეანეშია თან ეს 3-4 ადამიანმა დაკარგა და პრაქტიკულად არის მიუწვდომელი. ამას აღნიშნავს. ადამი და ევა კიდევ არის გამოსახული რუკაზე უკვე 6-4-დან განდევნის შემდეგ. იქვეა გვერდით არის ეს სცენა. ანუ მთელი იმ პერიოდის აზროვნება, რაც როგორც მოიდგენდა დედამიწის გაჩენიდან დაწყებული, აი თავიანთ დრომდე ის ამ რუკაზე არის განსხეულებული. კი, და ახლა თუ გადმოვალთ ევროპაზე, მე მაგალითად ქალაქი ზალცბურგია, ხო, არც მითოლოგიასთან აქვს კავშირი და არც ბიბლიურ სამყაროსთან, მაგრამ ეს რეალისტური სამყაროა უკვე. აი ეს ნაწილების სიღრმე რაც არის მითოლოგიზირებულია თავიდან ბოლომდე. თუ გამოვყვებით აი სამხრეთით, ნუ დღევანდელი უпростоრად ვიტყვით, თუ ქვემოთ ვიმოგზაურებთ, იმიტომ რომ აქ სამხრეთი და აღმოსავლეთი შეიძლება ცოტა ესეთი აერიოს ჩვენს მაყურებელს, აი დიდი აღნიშვნა ეს არის ბაბილონი, როგორც ამპარტავნების სიმბოლო ადამიანისა, კიდევ ქვემოთ თუ ჩამოვალთ. კი, კიდევ ქვემოთ თუ ჩამოვალთ არის მაცხოვრის ჯვარცმის სცენა, როგორც ამ ცოდვების გამოსყიდვის მომენტი და ბოლოს არის იერუსალიმი. ანუ ეს ვერტიკალურად ერთ ხაზზეა დალაგებული ეს ყველაფერი და ლიტერატურაც არსებობს ამის საუბაზე, რომ ეს არ არის შემთხვევითი გამოსახვა და რაღაც ეს პირობითი რაღაც აღნიშვნები არ არის, იმიტომ რომ თავისუფლად შეიძლება სხვაგან ყოფილიყო ეს აღნიშნული და არა ამ ნაწილში. ეხლა რაც ასევე ძალიან საინტერესოა ამ რუკაზე და ხშირად ნახულობთ და ვეძებთ ევროპას თუ დავაკვირდებით, ყველაზე დიდი ესეთი აღნიშვნა ქალაქებიდან უკავშირდება პარიზის აღნიშვნას. აი რომიც კი რომელსაც აწერია რომ სამყაროს თავია, უფრო პატარაა ზომით, პარიზთან შედარებით, ძალიან დეტალურია ევროპის აღნიშვნა, ყველაზე მეტი ქალაქი ევროპაშია მონიშნული ბუნებრივია, რა დაწყებული მილანით და ისეთი პატარა ქალაქები, მაგალითად ქალაქი პასაუ, რომელიც დღეს ძალიან პატარა ქალაქია და ავსტრიისა და გერმანიის საზღვარზეა, იმ დროს მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, მაგალითად ისეთი ქალაქები, რომელიც მდინარე დუნაის გაყოლებაზე არის. ხა პასაუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, მოდით ვთქვათ ისიც, რომ ეს პრაქტიკულად ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, სადაც დუნაი სამდინარო ტრანსპორტის გადაადგილების ნაწილში უკვე ხელმისაწვდომი ხდებოდა. ასევე ჰანზის ქალაქებიც საუბრობთ. აი აქითაც თუ გადმოვალთ, აი გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში დღევანდელი არის ბალტიის ზღვა არის აქ, ბრემენია აღნიშნული, ასევე საკმაოდ დეტალური არის ეს ყველა დეტალურად არის წარმოდგენილი ეს ყველაფერი ამ რუკაზე. კიდევ რაც შეგვიძლია ვთქვათ ამავე რუკის ნაწილში, საინტერესო არის ძალიან რომ რუკა არ მთავდება მხოლოდ ამ ოკეანის შიგნით აღნიშნებით. ძალიან საინტერესო აღნიშნები არის რუკის ირგვლივ, რაც არის დატანილი. პირველი ვთქვათ რომ ქრისტე ერთი რომელიც ჯვარცმულია წარმოდგენილი რუკაზე, მეორე ქრისტე არის უკვე სამყაროს მიღმა მკვდრეთით აღდგარი. აი სულ თავში არის მოთავსებული და თუ პარალელს გავავლებთ გერმანულ რუკასთან, ებსდორფთან, იქ სხვა მომენტია, იქ ქრისტეს როგორც ჯვრის ფორმით გამოსახულ ქრისტეს უჭირავს მთელი სამყარო. იქ ხელებს აწვდავთ და ფეხებს აწვდავთ. ესე იგი აქ როგორც დაახლოებით ეკლესიაში უნახავს ადამიანს, როგორც არის ხომ გამოსახული ფრესკებზე, ყველაზე ზემოთ გუმბათისკენ, აი ზუსტად ისე არის გაკეთებული. ფლობის წვეტის ხოველში არის მგონი აი საკურთხეველში ამის მსგავსი ფრესკა წარმოდგენილი. ეხლა საინტერესო რა არის ამ რუკაზე, რომ ორი სცენა არის, მარცხნივ და მარჯვნივ ასევე. მარცხნივ არის გარდაცვლილი ადამიანები, აი საფლავებიდან ხდება აღდგომა. ანუ მეორედ მოსვლა არის. რომლებიც მიდიან 6-4-ში. განკითხვის დღეა. პირველი ვინ არის? პირველი არის რომის პაპი გამოსახული. რახან რელიგიური პერსპექტივა არის წამყვანი. კი ბატონო, მიუძღო მე არის მეფე, იდენტიფიცირებული არ არის რომელი მეფე, მაგრამ ნუ წოდების მიხედვით, ვისაც ყველაზე ადრე მიეტევება როგორც წარმომადგენელს, ღვთისგან კურთხეულს, ეს არის მეფე. და ნუ შემდგომში ალბათ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები სავარაუდოდ. რაც შეეხება აი მარჯვენა მხარეს გამოსახულებას, ეს არის ისინი ვინც მედიან ჯოჯოხეთში. და აი დიდი გველბაშაპის თავი ელოდება ამ ადამიანებს ამ რუკაზე. მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან საინტერესო არის როგორ არის რუკაზე დატანილი სიკვდილი ზოგადად. აი ეს M, O, R და S, მორს სიკვდილის აღნიშვნა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სიკვდილი არის ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე აფრიკაში, ევროპაში თუ აზიაში, სიკვდილი გარდაუვალია. აქ ძალიან საინტერესო არის, შეიძლება გავიხსენოთ, მაგალითად ბრეიგელის ცნობილი ნამუშევარი, სიკვდილის ტრიუმფი, რომელიც პრადორში ინახება. იქაც ალეგორია ესე რომ გამოვიყენოთ, რა ხდება? სიკვდილი მიდის ყველასგან, მეფესთან, დიდართან, ღარიბთან, ბანკოს მოთამაშესთან, ვინცთან ვინც დანაყრებულია, ვინც მშიერია, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ იმის თქვა მინდა რომ ხშირად კარტოგრაფია ამ პერიოდის მიუხედავად რომ ბრეიგელი უფრო აქით არის ახალია ვიდრე ეს რუკა, ხშირად იმეორებს
სამყაროს ახმის პერსპექტივას, ხო? და აი კიდევ ერთი მომენტი, რაც შეგვიძლია ისე ვთქვათ, ხატრობასთან გავავლოთ ამ რუკიდან, არის საინტერესო აფრიკის აღნიშვნა, უკიდურესი აი სამხრეთი ნაწილი, ის რაც არც ეგვიპტეა, არც ნუბიაა და მაინც და მაინც კარგად არიციან ევროპელებმა, მაგრამ იციან რომ ისინი ქრისტიანები არ არიან. და ის ვინც ქრისტიანი არ არის, აღქმულია როგორც საფრთხე ქრისტიანული სამყაროსთვის. ხო, აი მოგვიანებით პერიოდში უკვე მერკატორის დროსაც, ორტელიუსის დროსაც და აქითას როცა ქმნიან სოფლიოს რუკებს, რომელიც ბევრად დახვეწებინ და კლასიკური კარტოგრაფიის პერიოდი იწყება, იქაც კი უცნობ ზღვებში გამოსახავენ ისეთ რეპტილიებს და ისეთ ცხოველებს, რომელიც ახსენებს ზღვაოსანს, მე ზღვაურს რომ ფრთხილად უნდა იყოს, ნაკლებად ცნობილი ზღვა. იგივე პერსპექტივით აი ამ რუკაზე აფრიკაში ნილოსის სამხრეთით თუ ჩავალთ, ხედავთ ადამიანებს, რომელსაც თავი არ აქვს, მკერდზეა თავი. ადამიანი, რომელსაც ერთი ფეხი აქვს. ანუ აქ აღქმა ეგ მარკო პოლოსაც აყავს, მეგონი აღწერილი. აი აქ აღქმა ის არის, რომ რაც უფრო შორს არის ქრისტიანული სამყაროსგან, მით უფრო საშიშია ის ზოგადად ცივილიზაციისთვის და მით უფრო ცოდვილია, მით უფრო ნაკლები შანსია რომ მიეტევოს მას გარდაცვალების შემდეგ. კიდევ ერთ საინტერესო აღნიშვნა, რაც ამ რუკას უკავშირდება და მე შეგვიძლია სხვა რუკებზეც ვისაუბროთ, არის რუკის მარცხენა დაბალ კუთხეში დატანილი გამოსახულება, აი ეს გამოსახულება იმპერატორი ავგუსტუსია წარმოდგენილი რომის იმპერიიდან. აქ ხშირად როცა ადამიანებს უყვები ამ აღნიშვნის შესახებ, როცა უყურებენ და სხვა ვკითხვას ვინ არის წარმოდგენილი, ბევრი მეუბნება რომ შოთა რუსთაველიაო. ნუ ცხადია შოთა რუსთაველი არ არის, ბუნებრივია, ქუდით ამსგავსებენ, მაგრამ საინტერესო არის რომ რომის იმპერატორზე ვსაუბრობთ ჩვენ. ანუ აქ ქრისტიანობა არ არის საყოველთაო და მიღებული რელიგია ამ პერიოდში. ავგუსტუსია წარმოდგენილი და საინტერესო არის რომ ის ვთქვათ ქუდი რაც თავზე ახურავს რომის პაპის კი არა და ჯვარია დატანილი. ანუ ეს არის ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა ცოდნის ტრანზიციის ანტიკური სამყაროდან ქრისტიანულ სამყაროზე. ალბათ არა მარტო ცოდნისა, ძალაუფლებისაც. ეს ნიშნავს მათ შორის იმას, რომ რომი არ იყო შემთხვევითი ამბავი და ეს იყო და ანუ ქრისტიანული სამყარო არის გაგრძელება, ნათელი მხარე იმისა, რაც იყო მანამდე. აი სამი ადამიანი ასევე ვინც არის გამოსახული და კიდევ ერთი უნდა იყოს, რომელიც არ არის დატანილი რუკაზე, არც ამ ვერსიაში და არც ტყავზე შესრულებულ ვერსიაში. აი ესენი არიან ისინი, ვინც იღებენ იმპერატორისგან დავალებას აღწერონ სამყარო. აი ეს წითელი აღნიშვნები რუკას რაც აქვს, თითეული მათგანის აღნიშვნა არის, რომელი ნაწილი აღწერა სამყაროსი. საინტერესო ის არის, რომ როცა ეს რუკა იქმნება, უკვე ევროპაში იწყება პორტოლანის ტიპის რუკების შექმნაც. 1293 საზღვაო რუკების შექმნაც. ანუ იმის თქვა მინდა, რომ რაღაც მომენტში პორტოლანის ტიპის რუკები და მაპამუნდის ტიპის რუკები ერთდროულადაც არსებობს. და განსხვავებით ამ რუკებისგან, ის რუკები კლასიკური გაგებით პრაქტიკული რუკებია, უაღრესად დეტალური რუკებია. და იმ რუკებს სწორად წავიკითხავთ, მარტივად გავიგებთ, ფერებში აღნიშნვებიც კი რას გულისხმობს. თქვა ხმელეთს როცა შავი ფერით აღნიშნავენ ან წითელი ფერით აღნიშნავენ, ხო, ქალაქებს. აი ჩვენთან ყველაზე ხშირად სოხუმის აღნიშვნა ხდება წითელი ფერით. ნუ მეორე შეიძლება იყოს ფაზისის აღნიშვნა იყოს, ეს ნიშნავს განსაკუთრებული მნიშვნელობის ქალაქებს უსვამენ ამითი ხაზ რუკებზე. აქაც ამ რუკაზეც წითელი შრიფტით რაც არის აღნიშნული, ეს არის ხმელეთის აღნიშვნები, ქვეყნები ან ხალხები, მაგალითად აი კოლხეთის პროვინცია რო აღწნეთ, წითელი ფერით არის აღნიშნული კოლხეთი, მაგრამ ცნობა იასონის შესახებ არ არის შესრულებული წითელი ფერით, ანუ მხოლოდ ნახსენები არის არგონავტები და მეორე ტექსტი არის გადმოტანილი უკვე შავი ფერის მელნით არის შესრულებული ეს ყველაფერი. საინტერესო არის რომ საბოლოოდ მაპამუნდის ტიპის რუკები, ალბათ მაინც ესე შეგვიძლია ვთქვათ, თავის ძალას და მნიშვნელობას კარგავს, როდესაც პტოლემაიოსი ითარგმნა ლათინურად და ევროპელებმა თავიდან აღმოაჩინეს ის სამყარო, რომელიც იყო დაკარგული, ხო? და ამ დროს ის შეკუმშული ცოდნა, რაც სამყაროს შესახებ არსებობდა, ძალიან შევიწროებული, აი ანტიკური სამყაროს დასრულების შემდგომ, უცებ ერთფაშად აფეთქდა. ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე ევროპელებმა ნახეს, რომ სამყარო ბევრად დიდია, უამრავი ინფორმაცია არსებობს და ის, რასაც ისინი ქმნიან მანამდე, თავიდან ბოლომდე ფოკუსირებული არის რელიგიაზე, ხოლო სამყარო, რასაც თავაზობს პტოლემაიოსი თავისი გეოგრაფიის წიგნით და მოდი ისიც ვთქვათ, რომ ორიგინალის სახით ბერძნული და რომაული რუკები ჩვენამდე მოღწეული არ არის. ეს ყველაფერი არის უკვე ყველაზე ადრე მე-19 საუკუნეში აღდგენილი და ყველაზე ისეთი დიდი ნახტომი, რამაც შეუწყო ხელი ამ რუკების გავრცელებას, იყო გუტენბერგის მიერ წიგნის ბეჭდვის გამოგონება. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, კიდევ რატომაც ამან მოახდინა გავლენა, მაგრამ რეალურად აი ეს მაპამუნდის ტიპის რუკები არის ძალიან ნათელი ილუსტრაცია იმისა, რომ შუა საუკუნეები არც ესეთი ბნელია, როგორც ხშირად უწოდებენ, ერთი. მეორე,
ადამიანებმა, ყოველ შემთხვევაში სასულიერო პირებმა ბევრად მეტი იციან სამყაროს შესახებ, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია იმ პერიოდში. არ ეფუძნება ეს რუკები, გვიანდელი რუკები განსაკუთრებით მაპამუნდისა მხოლოდ ბიბლიურ და მითოლოგიურ სცენებს, ამის ნათელი დემონსტრირება არის ევროპასთან დაკავშირებული ცნობები და მესამე ასევე არის ისიც, რომ ეს გვაწვდის პრაქტიკულად იმდროინდელი სამყაროს აღქმა როგორი იყო და როგორ ხედავდნენ ისინი ყველაფერს. ისე სხვადასხვის რა არის, ახლა ანტიკურობა და შუა საუკუნეებში შევადაროთ ამ თვალსაზრისით. არის ესეთი ძალიან საინტერესო წიგნი, ქართულად არის ნათარგმნი, ჩემს მენერსაც ვურჩევ, ნაირ-ნაირი ამბები ქვია. ეს არის ანტიკური ხანის ესეთი ბევრი სხვადასხვა კლაუდიუს ელიანე არის ამის ავტორი. ჭორმართალის ბევრი პატარ-პატარა ამბების კრებულია. და აი იმას თუ წაიკითხავთ და ასევე პლინიუს უმცროსის წერილებს, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრი რამე რაც ამ რუკაზეც ხდება, რომაელებსაც ასე და პლინიუსი ერთ-ერთი წყარო არის აქ ამ რუკის შექმნის დროს. და ზუსტად აი ეს ელიანე და პლინიუსის ცნობები, აი რომელიც ესეთ ადამიანებზე წერენ, უცნაურ რეპტილიებზე, რაღაცებზე, ეს დროთა განმავლობაში მერე გვიან პერიოდშიც კი კიდევ იყო ეს ინფორმაცია დარჩენილი და ისე ვიყენებდნენ იმას. ანუ ჩვენ გავითვალისწინოთ ის, რომ ადრე ინფორმაციის განახლება ასე სწრაფად არ მიმდინარეობდა ხოლმე, როგორც ახლა ხდება. მაგალითად, აი ოსმალები მე-18 საუკუნეში ევროპის ისტორიას რო კითხულობდნენ წიგნებს, წიგნიაც ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ იქ რაც ეწერა, ყველაფერი ყოფილა მე-15 საუკუნის ევროპაზე დაწერილი, ხო და შესაბამისად ესეთი რაღაცა ევროპაშიც ხდებოდა ანტიკურობასთან შემდგომ პერიოდში. ასე რომ ბევრი ინფორმაცია ილექებოდა და აი საქართველოზე ზოგჯერ ძალიან მოძველებული ინფორმაცია ხდება ხოლმე რუკებზე, იგივე დატანილი, რაც არ შეესაბამება იმ პერიოდის რეალობას, მაგრამ აი დალექილი არის ამ ძველი რაღაცა მოგზაურების ცნობებიდან, ან რომაული წყაროებიდან ასე შემდეგ და აი დაახლოებით გავს რაღაცასთან. ამას დავამატოთ ისიც, რომ ხშირად მე-18 საუკუნემდეც ალბათ ჩვენს რეგიონზე რო ფოკუსირდეთ, კარტოგრაფები როცა ქმნიან რუკას და გამოსახავენ ჩვენს რეგიონს, თუნდაც ჯორჯიის თემატიკაზე, ან ვთქვათ კასპიის ზღვის ირგვლივ არსებულ სამყაროზე, ხშირად ეს ცნობები, ანუ ლოკალიზება უფრო წარმოსახვითია, ვიდრე რეალისტური, იმიტომ რომ კარტოგრაფია არ არის ნამყოფი ამ რეგიონში და წარმოიდგინეთ ახლა ის ქმნის ატლას მთელი მსოფლიო გადააქვს და რამდენ ადგილას უნდა ყოფილიყო. ხო ის იყენებს ვაჭრების მოყოლილ რაღაც ცნობებს, მოგზაურების მიერ ჩატანილ ამბებს, ასევე ძველ წყაროებს, რაც აღნიშნე და ამის რაღაც სინთეზი ხდება. მე-15 საუკუნის ბოლოდან როცა იწყება აი ევროპულ კარტოგრაფიაში აქტიურად პტოლემეოს ცნობების გამოყენება, მე-16 დასაწყისიდან ძალიან პოპულარული ხდება უფრო მეორე ნახევარში ეს კარგად ჩანს, აი მერკატორთან, ორტელიუსი პირველია ერთ-ერთი საერთოდ ვინც ეს გააკეთა, ძველი და ახალი სამყარო პტოლემეოსის რუკების საფუძველზე, გეოგრაფიის საფუძველზე, მოდი უფრო ეს სწორი შეფასება ტერმინი იქნება. და აი მაგალითად არსებობს ესეთი ჯაკომო გასტალდი იყო ასეთი კაცი, ვენეციელი კოსმოგრაფი, 1558 წელს აქვს შექმნილი სპარსეთის ახალი რუკა, მინიატურული რუკა, პირველი ჯიბის ატლასის ავტორია ეს კაცი და ამ რუკაზე ერთდროულად შეგიძლიათ ნახოთ გორი და ნოეს კიდობანი. ნოეს კიდობანი ბუნებრივია, ეს არის ძველი სამყაროს თემატიკა, ხოლო გორი არის აი სულ ახალი ამბავი, ხო? ანუ აი და როგორც ამ რუკაზე ზალცბურგს არა აქვს საერთო არაფერი მითოლოგიასთან და ცალკე აღებული აუგუსტუსთან. კი ბატონო. ხო, ანუ ეს დამახასიათებელია. და აი ერთი მომენტი კიდევ ზოგადად ევროპულ კარტოგრაფიას ეგ ახასიათებს, რომ როცა რაღაცა ხდება, ეს სწრაფად არ აისახება ხშირად რუკებზე. განსაკუთრებით ის რაც პერიფერიებში ხდება. აი წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა ვენის ალყარო ავიღოთ ოსმალების მიერ და ვენა რო აიღოთ ოსმალებს. დარწმუნებული ვარ, იმავე წელს შეიქმნებოდა ახალი რუკები, იმიტომ რომ ევროპის გულში ხდებოდა, ხო? მაგრამ სადღაც აღმოსავლეთში საკმაოდ შორს, როცა რაღაცა ხდება და მით უმეტეს, როდესაც გადაადგილება ესე მარტივი აღარ არის, კონსტანტინოპოლი დაცემულია, შავი ზღვა ოსმალეთის ტბათ არის ქცეული და ეხლა ახალი აღმოჩენების მიხედვით ეს ტერიტორია კარგავს, ხო, გავლენას და ძალას თავისას, ბუნებრივი ეს ცნობები ესე სწრაფად არ ხდება ევროპულ რუკებზე ამ ყველაფრის ასახვა. ახლა ის მონღოლთა იუანის დინასტია რო დაეცა იმაში ჩინეთში, ანუ ხუბილაი ყაენის დინასტია, ევროპაში ფაქტობრივად კოლუმბის დროსაც კი ჟეროდათ, რომ ისევ ის იუანის დინასტია მართავდა იმ დროისთვის იქ და სავარაუდოდ რუკებზეც დაახლოებით მასე უნდა დაეტანათ მაშინ. ახალი დინასტია რომ მოვიდა ჩინეთში, მაგალითად მაგცვლილებას ისინი არ აღიქვამდნენ ამ თორსას და ისევ ყაენს წარმოიდგენდნენ, რომ აი შორს ისევ მათი სამფლობელო არის მონღოლებისა. იმპერიების დანგრევა ესე უცებ არ ხდება და რუკებზეც ხდება აი მე-16 საუკუნეში ეს აღნიშნები მოგოლ ემპაიერ და მსგავს ტიპის აღნიშნები, როდესაც უკვე მონღოლები დიდი ხანია ჩაბარდა კლასიკური გაგებით მონღოლეთის იმპერია რაც იყო ისტორიას. მაგრამ აი ეს კარტოგრაფისთვის დამახასიათებელი მომენტია და დასაწყისში რაზეც იყო აქ შენი მხრიდან საუბარი, აი ეს სწორი წაკითხვა და კონტექსტის გააზრება, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როცა ვსაუბრობთ ევროპულ კარტოგრაფიაზე, კარტოგრაფიის ისტორიაზე და მთლიანობაში ასევე რუკებზე.
ნახე, ძალიან საინტერესო ესაა ერთ-ერთი აღნიშვნა. მანდრაგურა ხატია მცენარე, ხო? რომელიც მაშინ შუა საუკუნეებში ეგრე წარმოედგინათ ხოლმე, რომ იყო, აი, ბოლქვი ძალიან გავს ადამიანს და რო ამოთხრიდი იმას ადამიანის ის ქონდა, სახე ქონდა იქით და შესაძლოა ეს მე გამოყენებული არის ალბათ ბევრს აქვს ნახე ჰარი პოტერი, რომელშიც მეორე ნაწილში არის კი მანდრაგურა, როგორ გადარგონ და იმის ყვირილისგან რო არ მოკვდეს ვინმე, ყურსაც მამის ეკეთებენ, რომ ამოთხარონ, რომ ამოთხრიან პატარა ბავშვის ფორმა აქვს იმას და აი სწორედ ეს არის ანტიკური და შუა საუკუნეებში გავრცელებული მითი მანდრაგორას შესახებ. ასევე შესაძლოა მანდრაგორა მიიჩნეოდა ხოლმე მომწამლელად და ჰალუცინაციებს და სიგიჟეებს იწვევდა ეს სცენარი ასე ითვლებოდა. რის გამოც მაგალითად არის სექსტუს იულიუს ფრონტინუს სტრატეგემებში არის ესეთი ცნობა, რომ რომაელებმა ერთხელ მოუწამლეს ეგრე ღვინო მანდრაგორას ღვინო შეუგზავნეს კართაგენელებს და იმათ რომ დალიეს ესენი დაიწამლენ სულ ყველანი რა. იმ და წერია მე აღწერილია რომ ეს მანდრაგორა ძალიან უცნაური მცენარეა როგორია რანაირია ამ შემთხვევაში და ეს მიუთებს იმაზე რომ ხა იმის ავტორს მაინც და მაინც ნახი შეიძლება არ ქონდა მანდრაგურა ან ვინც ნახა იმდენად მართლა ადამიანისებური ფორმის ის აქვს ბოლქვი აქვს რომ შეიძლება იმისეთში დაბეჭდილება დარჩა თავის ზოზე და მე გავრცელდა ეს ინფორმაცია და უკაზეც კი ხვდება ბოლო-ბოლო დატანილი. აი რახან რომი და კართაგენი ახსენე ლოკალიზების კუთხითაც შორს არ არის არც რომისგან და არც კართაგენისგან ლოკალიზება, იმიტომ რომ სადღაც ნილოსის ნაწილში არის ეგვიპტეში აღნიშნული დღევანდელი გაგებით და ნუ კართაგენი დღევანდელი ტუნისის ნაწილს თუ ავიღებთ, ესეც არ არის შორს ამ ყველაფრისგან პრინციპში, ხო, იქვე არის ეს აღნიშვნები. ნუ ამ რუკაზე ეხა მაგალითად შეგვიძლია ეს დუნაი და კონსტანტინოპოლი არის აღნიშნული, აი აქ აი ეს კონსტანტინოპოლის აღნიშვნა არის, უამრავი ისეთი საინტერესო ცნობა არის, მილანი შეგვიძლია ვნახოთ, ბრიტანეთის დღევანდელი ქალაქები პრაქტიკულად უწყვეტად არის დატანილი ამ რუკაზე. აი უკიდურეს სამხრეთში აი საინტერესო რა არის, რომ დღევანდელი გაგებით რომ ეს რუკა რო სწორად წავიკითხოთ, დღეს რუკა როგორც არის, ხო? აი ეს ნაწილი არის ჰერკულესის სვეტები, გიბრალტარის გასასვლელია პრაქტიკულად და აი კლასიკური კარტოგრაფია, რასაც დღეს გვთავაზობს რუკებს, აი ეს გიბრალტარი არის სადღაც აი აქ მოთავსებული. ხო, მოვაყირავოთ ეს რუკა და ყველაფერი დაალაგდება. აი ნახე, ასევე ძალიან საინტერესო ფიგურაა ლომი, რომელსაც ადამიანის თავი აქვს. ესაუბრ ნაბუქოდონოსორი უნდა იყოს, რომელიც ბაბილონის მდებარეობითაც შორს არ არის, არც ბაბილონიდან და არც ნოვესკიდობანის სამხრეთით არის კიდევ ერთმა დასაჯა და მე ცხოველის მიიღო რაღაც პერიოდის მანძილზე და მე სანამ არ მოინანია ის იყო ცხოველი იყო ფაქტობრივად. აი ეს სიმბოლიზმი და მითოლოგიზმი აზიას ახასიათებს, აი რაც უფრო ვცილდებით აი წმინდა მიწის ნაწილს, მით უფრო არარეალისტური ხდება, თუმცა ეს ისტორიის ნაწილია, ბუნებრივია და ძალიან საინტერესოა. ასევე მიანიშნებს იმას, რამდენად ბევრი რამ არის ცნობილი ამ რუკის შემქმნელისთვის, იმიტომ რომ პირველი მაპამუნდის ტიპის რუკები არ იყო ასეთი გამოსახულების, იყო ფიგურალური გამოსახულების, პირობითად ეს იყო მართლა თიოუ სისტემა ქონდა, სამად იყო გაყოფილი, ზემოთ აზია ეწერა, მარცხენა მხარეს დაბლა ევროპა, აქეთ კიდევ მარჯვენა მხარეს აფრიკა. ეს იყო წარმოდგენა მხოლოდ სამყარო, ანუ ძველი ბერძნული სამყაროთვის ცნობილი ხმელეთის ეს სამი განაწილება, რაც იყო, ამისი აღქმა იყო. მერე და მერე იტვირთება ამ ცნობებით, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ უცებ ამდგარიყო რაღაც ამ რუკის შემქმნელი და ერთი ხელის მოსვლით ამ ხელა ინფორმაცია დაეტანა. ჯერ რუკა, როცა მაპამუნდის ტიპის რუკებზე საუბრობთ, ეს რუკები იქმნებოდა გონებაში, წარმოსახვაში უამრავი ინფორმაციის, მასალის წაკითხვის და დამუშავების შედეგად. იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ერთ ადამიანს შეექმნა ეს ყველაფერი, ვიღაცა ხელმძღვანელობდა, მაგრამ აი ავგუსტუსი ხომ გვაქვს აქეთ. აქეთაც საინტერესო ხედარია გამოსახული, აქეთ იდენტიფიცირება მკვეთრად რთულია. აი აქ უნდა იყოს აღნიშნვა წინ უყურე თუ წინიარე, დაახლოებით ამის ტიპის აღნიშნვა უნდა იყოს. ნუ ვერსიები არსებობს, რომ აი ეს უყურებს პირდაპირ ქალთევზას, აი ამ გამოსახულებას, მაგრამ ნუ ეხა ყველა გაფრთხილებას აძლევს, ხო? ყველა იმის შესვლა ძნელი. აი ეს მაგალითად კრეტა არის, კუნძული კრეტა, ეს ლაბირინთია ცნობილი. კი ბატონო, აი აქ კიდევ ძალიან საინტერესო აღნიშვნები არის, ძველ საბერძნეთს უკავშირდება, ეს იტალიის ნაწილში კი ეს მთლიანად ეს ხმელთაშუა ზღვის აღნიშვნა, აქეთ ეგეოსის ზღვა და ეს არის შავი ზღვის აღნიშვნა ამ რუკაზე. აი ეს მაგალითად სფინქსია. აი აქ წარმოდგენილი. ერთ სიტყვით, ეს არის ნეტარი ავგუსტინეს საფლავი, თავისუფლად შეგვიძლია დღეების განმავლობაში ძალიან სასიამოვნო პროცესია რაღაც სიმბოლოების ნახვა და გაშიფრვა. თან იცი რა არის, ძალიან ბევრი ტექსტი გვხვდება ზედ, რომელიც ახსნილი არის ბევრი რაღაცა და ის იცი რა არის, დაახლოებით როგორი ვარიანტია. ყველანაირი ინფორმაცია, რაც კი რამე იმ პერიოდის სამყაროზე ამ ადამიანებს ჰქონდათ, მოახერხეს რომ ჩაეტიათ და დაეტიათ აი ამ იმას რუკაზე რა მოეთავსებინათ. ანუ არაფრის გამოტოვება არ უნდა და თუ რაღაცა თუ იცოდნენ, ესე იგი უნდა ყოფილიყო. პრაქტიკულად სრულ ინფორმაციას გვაძლევს რა იცოდნენ სამყაროს შესახებ და არც იმ ხაზისგან გარბის რომ ქრისტიანული პერსპექტივა არის მთავარი და მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში. ეხლა რო ძალიან არ გაგვექცეს ამ ამაზე რუკაზე, იმიტომ რომ ეს მე მგონი შეიძლება სერია გაკეთდეს პოდკასტების და ისეთი ვრცელი რუკა არის ნამდვილად. აი დაახლოებით რო ვთქვათ, ანტიკურობიდან შუა საუკუნეებისაკენ საქართველოს
აღმნიშვნელი რუკები. როგორ განვითარების რა გზას პოვებს? პირველი მოდი თქვა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ, ეს არის ბაბილონური მსოფლიოს რუკა, რომელიც შესრულებულია თიხის ფირფიტაზე, მე-8 საუკუნის ბოლომე 7-ს დასაწყისია ძველი წელთაღრიცხვით. ეს არის თუ არა ყველაზე ძველი? თვლიან რომ ეს არის ყველაზე ძველი რუკა. ბრიტანეთში ინახება დღეს და თუ ამ რუკას ადამიანი შეხედავს, საერთოდ ვერ იფიქრებს რომ ეს რუკაა. მაგრამ საინტერესო ეს არის რომ იქაც წრეარტყია მსოფლიოს, ცენტრში ბაბილონია მოთავსებული და უნდა ვთქვათ რომ საერთოდ კარტოგრაფია ძალიან სუბიექტურია ამ თვალსაზრისით და რახან ბაბილონურია ბაბილონია ცენტრში, რახან ქრისტიანულია იერუსალიმია ცენტრში აქ. კარტოგრაფიაც იდეოლოგიურია გარკვეულწილად. კი ბატონო, მე-19 საუკუნის რუკებზეც კი, აი როცა ამერიკაში იქნება რუკები, აი ჩვენ როცა სკოლაში ვსწავლობდით და მსოფლიოს რუკას, პოლიტიკურ რუკას ვუყურებდით და ცენტრში მაინც ევროპა იყო მოთავსებული, ხო? იმ რუკებზე არ არის ევროპა მოთავსებული, ეს გაწეულია გვერდით და ამერიკა შემოდის სადღაც ცენტრისკენ, ჩინურ რუკებზე პირიქით, ჩინეთი და წყნარი ოკეანე არის უფრო, ანუ ეს პერსპექტივა და აღქმა მნიშვნელოვანი და ეს არ არის მე-19 საუკუნის პროდუქტი, უფრო ადრეც არსებობს ასეთი რუკები შექმნილი. და აი ამ რუკებზე, ამ რუკაზე, ბაბილონურ რუკაზე დატანილი რაც არის, ეს არის ვთქვათ ურარტუ, ასურეთი, ჭაობია ასევე აღნიშნული, ქალაქი სუზა, არხია, საკუთრივ ბაბილონია, რომელსაც მდინარე ევფრატი ყოფს ორ ნაწილად. და ამას რატომაც ვახსენებ არის ის, რომ შემდგომში როცა ანაქსიმანდრე მილეტელის რუკა იქმნება, ჩვენამდე მოღწეული არ არის მილეტელის რუკა, თუმცა ცნობების მიხედვით როგორც ხდება ამისი აღდგენა, იქ საინტერესოა რომ საზღვარი გადის არა მდინარე დონზე, არამედ მდინარე ფაზისზე. ამ რუკაზე მე ინაცვლებს ეს ხაზი უკვე მდინარე დონზე. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი პირველი აღნიშვნა, რაც ზოგადად საქართველოსთან არის დაკავშირებული, ეს არის მდინარე ფაზისის აღნიშვნა ძველ ევროპულ რუკებზე. აი საკუთრივ ესეთი დასახლებები, ციხე-ქალაქები თუ ამ კონტექსტს გავყვებით, ასევე ვთქვათ, ქვეყნების აღნიშვნა, პირველი ეს არის კოლხეთის აღნიშვნა ბუნებრივია, ამას ემატება იბერია. ყველაზე მეტი ცნობა მაინც პტოლემაიოსის გეოგრაფიის მიხედვით არის დარჩენილი, ყველაზე სანდოც ალბათ დიდწილად და იქ უკვე ორივეა, კოლხეთიც და იბერიაც წარმოდგენილი. სამწუხაროდ ამ პერიოდის კარტოგრაფია, ბერძნული და რომაული არ არის ორიგინალი სახით ჩვენამდე მოღწეული, მაგრამ არის ერთი გამონაკლისი, ძალიან საინტერესო, ეს არის რომაული საგზაო რუკა, პოიტინგერის ტაბულა პეუტენგიარა როგორც წოდებენ ამ რუკას ხშირად, ძალიან საინტერესო რუკა. მე-5 საუკუნის არის. მე-5 საუკუნის, მე-4 საუკუნის ბოლო, მე-5-ს და იქ ცნობებია, აი კონსტანტინოპოლია მაგრამ ეს საინტერესოა, იცი, იგივე პერიოდის არის ზუსტად, მეორე ასევე რომის იმპერიიდან შემორჩენილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტი, რომელსაც ქვია ნოტიცია დიგნიტატუმ, რომელშიც არის რომაული სამსახურების ან ბიუროკრატიის წიგნი არის ამ შემთხვევაში. დაყოფილია იმპერია პროვინციებად, აღნიშნულია რომელ პროვინციაში რომელი ტიპის, როგორი ტიპის ის არის, მმართველობის ფორმაა, ვინზის მმართველად, ანუ პირები ოფიციალური, თანამდებობებია ჩამოთვლილი, ასევე ჩამოთვლილი არის რომელი სამხედრო შენაერთები რომელ პროვინციაში დგას, რა აქვს გერბზე გამოსახული და სადაურები მსახურობენ შიგნით. ანუ წარმოუდგენლად დიდი ინფორმაციული რაღაც, ამ მთელი იმპერიის ბიუროკრატიული სისტემა არის ერთ დოკუმენტში მოთავსებული, ნოტიცია დიგნიტატუმი და ზუსტად იგივე პერიოდშია და ზუსტად იგივე აი არტ სტილშია შესრულებული, როგორც არის შესრულებული ტაბულა პეუტინგერიანი. ეხლა რატომ არის ეს კიდე მნიშვნელოვანი? ჯერ ერთი რომ ეს ბრჭყალებში ამოვარდნილი რუკა არის იმ რუკებისგან, რაც ჩვენ ვიცით. მე შორს ვარ იმაზრისგან, რომ ეს ერთადერთი რუკა შეიძლება ყოფილიყო ამ სტილისაც, ხადია სხვა რუკებიც იქნებოდა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ესეც არ არის მთლად ორიგინალი, მე-13 საუკუნის ასლია ჩვენამდე მოსული, აქაც მე-12-13 საუკუნის ასლია მოსული, მაგრამ ეს არ არის ახლა აქ მთავარი. საინტერესო ის არის, რომ აი ეს ცნობილი გამოთქმა ყველა გზა რომში მიდის, მართლა ეს გზების თემა არის მთავარი ამ რუკაზე, ერთი, მეორე როგორც ვარაუდობენ, რუკა უფრო ადრე უნდა იყოს თავდაპირველი ვერსია შექმნილი, ვიდრე მე-4-მე-5 საუკუნეები, მაგრამ ესეთი შეხედულება არსებობს, რომ მე-5 საუკუნეში უნდა მომხდარიყო ბოლო ჩარევა რუკა, მაგალითად ქალაქი კონსტანტინოპოლი რო არის დატანილი, ეს პირველ საუკუნეში ვერ იქნებოდა აღნიშნული, ხო? აღნიშნული, თუმცა იქაც იმპერატორ ავგუსტუსთან არის ხაზგასმა და აგრიპასთან არის ასევე ხაზგასმა, რომელიც ახლო მეგობარი იყო იმპერატორის და სავარაუდოდ აგრიპას შექმნილი უნდა იყოს თავდაპირველი ვერსია. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ეს ასეა, პირველიდან მე-4 საუკუნის, მე-5 საუკუნემდე ჩათვლით ეს ნიშნავს იმას, რომ ეს რუკა აქტიურად გამოიყენებოდა, ხშირად ხდებოდა ჩარევა და სიახლეების დატანა ამ რუკაზე. რუკა არის წარმოუდგენლად დიდი მასშტაბის. დღეს ინახება ამ რუკის მე-12-მე-13 საუკუნეებში გადაწერილი ასლი, მე-13 საუკუნეში და გადაწერილი ასლი ინახება ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ორიგინალი დაკარგულია, თუმცა ვიცით, რომ ეს ასლი შესრულებულია იმ ორიგინალიდან, რომელიც მე-4-მე-5 საუკუნეებში იყო თავის დროზე ბოლო ჩარევებით შექმნილი. საინტერესო არის, რომ იუნესკოს დაცვის ქვეშ არის ეს რუკა. ვენაში ვინც მოგზაურობს, შეუძლია ფრაგმენტი ასლის სახით ნახოს ავსტრიის ბიბლიოთეკის საგამოფენო
დარბაზში, კონსერვაციის გამო წლებია რუკა არ არის ახლა მთლიანად წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ რაც გვაინტერესებს და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს რუკა გადაწერის შემდეგ მალევე გახდა პოპულარული ევროპაში. აი აბრაჰამ ორტელიუსი, ვინც ითვლება თანამედროვე კარტოგრაფიის მამად მერკატორთან ერთად, ფლანდრიული კარტოგრაფიის კორიფეები ვინც არიან, ხო? ისიც კი ამ რუკისგან ქმნის ასლს. თუმცა საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ის მომენტი, რომ მე-19 საუკუნეში რუკა კონრად პოიტინგერის ხელში ხდება, ის მემკვიდრეობით როგორც ანდერძით ასე იღებს. შემდგომში 1700-იან წლებში, ეს არის 1717 წელი, ევგენი საველოვი ყიდულობს ამ რუკას და მერე გადასცემს ავსტრიის საიმპერატორო ბიბლიოთეკას, დღევანდელ ეროვნულ ბიბლიოთეკას ავსტრიაში. და რას ვხედავთ ახლა ამ რუკაზე? ჯერ ერთი ვთქვათ, რომ კოლხეთიც არის და იბერიაც აღნიშნული, ბევრად დეტალური არის შავი ზღვის სანაპირო ამ რუკაზე ასევე და ორი ქალაქი არის განსაკუთრებით აღნიშნული, აი ციხე-კოშკების სიმბოლოებით. ეს არის აფსაროსი და სოხუმი. ცხადია იქ სოხუმი არ აწერია, სხვა სახელით ამ სახელით არის გამოყენებული, მაგრამ ეს მენიშნებს იმას, რომ ეს არ არის შემთხვევითი აღნიშვნები ამ რუკაზე. გარდა ამისა, ჩვენ რაც მოვახერხეთ 2 წლის წინ დაახლოებით შევიძინეთ შეერთებულ შტატებში აი ამ ვენაში დაცული ტაბულისგან შექმნილი ვენური ასლი, რომელიც როცა ავსტრიის საიმპერატორო ბიბლიოთეკას გადაეცა 16 წლის მერე არის შესრულებული. პრაქტიკულად როცა ბიბლიოთეკის საკუთრება გახდა ეს, სადღაც 20 წელზე ნაკლებ დროში ასლი შესრულდა ამისი და ჩვენ ეს შევიძინეთ და მაყურებელსაც შეუძლია ამისი ნახვა, იმიტომ რომ ჩვენ ციფრული ვერსიაც გვაქვს. ისე ამბობ ხომ რომ მაგრუკაზე ასევე თბილისის აღნიშნული არის ეს მოსაზრება. თუმცა მტკიცება ამისი ხა ძალიან რთულია, თორემ არსებობს გერმანული ვებგვერდი, გერმანულენოვანი ვებგვერდი არსებობს, რომელიც გვაძლევს საშუალებას ნებისმიერი აღნიშვნა მიახლო ძალიან დეტალურად. თუ წერთ მაგალითად ფაზის და თუ ეს აღნიშნვა არის ამ რუკაზე, აუცილებლად ეს ვებგვერდი გაძლევს საშუალებას სად მოძებნო რომელ განყოფილებაში. რუკა ახლა რომ წარმოვიდგინოთ, ეს არ არის რაღაცა პატარა ფორმატის რუკა, დაახლოებით 12 მეტრი გამოდის ჰორიზონტალურად, 6 მეტრი უკაცრავად და 12 ნაწილისგან შედგება, ანუ საშუალოდ 50 სანტიმეტრი არის ჰორიზონტალურად ერთი ეს ნაწილი და დაახლოებით 35-დან 40 სანტიმეტრამდე არის სიმაღლეში ეს რუკა. ჯერ გამოფენილი არ გვაქვს ჩვენს საგამოფენო სივრცეში, თუმცა ამას აუცილებლად გამოვფენთ. ეს რაღაცა ეს გძელი რუკა არის. კი, გძელი რუკა არის და ცოტა უცნაურად აღსაქმელი რუკაა. მაგალითად კოლხეთის აღნიშვნას რო ხედავთ ამ რუკას და იბერიის აღნიშვნას, ერთ-ერთი როსენ სხვადასხვა ნაწილებში აღნიშნული ერთმანეთის მიყოლებით მე-11-ია მართალია, მაგრამ მაინც გამიჯნულია და იბერიის ქვემოთ ხედავთ მესოპოტამიის აღნიშვნას და მსგავს ტიპის აღნიშვნებისას მაგალითად ძალიან საინტერესო რუკა არის, ბევრი თვალსაზრისით უახსნა დეტალური, იქ არის დავა რომ ვთქვათ ესპანეთი დღევანდელი გაგებით იბერია მაშინდელი იქით ეს იყო თუ არა ამ რუკაზე დატანილი, არის მოსაზრება რომ არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც ეს უფრო გვიანდელი გადაწერილი ვერსიაა და არა მარტო მე-5 საუკუნისა და ამ დროს უკვე არაბები ბატონობენ იქ ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, ბევრი წარმოდგენები არის ამაზე, მაგრამ ფაქტია ის რომ როცა მე-5 საუკუნეში ყოველ შემთხვევაში თუ ეს რუკა ყველაზე გვიან არის შექმნილი ბოლო ჩარევებით, იმ დროს ბუნებრივია იბერია არის ისეთივე ნაწილი ამ სამყაროსი და პირველ საუკუნეში მით უმეტეს ამ რომაული სამყაროსი და ზოგადად იმ ცივილიზაციისა, როგორც სხვა ბევრი ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ არსებული დასახლებები და ტერიტორიები. რაც ასევე საინტერესოა ამ რუკასთან დაკავშირებით, ეს არის საგამონაკლისო რუკა დღეისათვის და თუ საუბრობთ ორიგინალ რუკებზე, რაც ზუსტად ვიცით რომ ორიგინალიდან არის შექმნილი, ძველი სამყაროს რუკებიდან ევროპული არის სწორედ ეს რუკა. აი პტოლემეოსის გეოგრაფიის საფუძველზე შექმნილი რუკები ყველაზე ადრე ეს არის 1470-იანი წლები პრაქტიკულად, ხო, როცა გუტენბერგი იწყებს წიგნის ბეჭდვას და სხვათა შორის მოდი ისიც ვთქვათ რომ წიგნის ბეჭდვის გამოგონებიდან ეს 1440-50-იანი წლები, ხო, ესე რომ ავიღოთ დაახლოებით 30 წელი დაჭირდათ კიდევ ევროპელებს რომ რუკების ბეჭდვა დაეწყოთ. ერთი იყო წიგნის ბეჭდვა, მეორე იყო რუკების ბეჭდვა, იმიტომ რომ აი ბიბლიის ბეჭდვა მარტივი იყო, ხო, აწყობდა ამ შითებს, გაამზადებდა და ყოველ წელს რამდენი შეკვეთაც ექნებოდა, იმდენს დაბეჭდავდა, მაგრამ რუკა რომ გადაგეწყო შენ ამისთვის იყო ძალიან რთული ეს ყველაფერი. აი ხა მაყურებელმა რომ კარგად გაიგოს, ეს დღევანდელი გაგებით ბეჭდვა არ იყო. რას ნიშნავდა? ჯერ ერთი სპილენძის ფირფიტები ჯერ კიდევ არ იყო პოპულარული, გრავირება ხდებოდა ხეზე და ერთი შეცდომა ამ ხეზე გრავირების დროს ნიშნავდა რას? ან ეს გრავიურა უნდა გადაგეგდო და ახალი დაგეწყო, ან დაგეტოვებინა შეცდომა და ასე გაგეგრძელებინა ეს ყველაფერი. ამიტომაც არის რომ აი ამ გრავირების დროს დაშვებულ შეცდომებს ჩვენ ვხედავთ რუკებზე. მაგალითად, ბათუმის ერთ-ერთი ძველი სახელი ევროპულ რუკებზე არის ლონატი. მაგრამ არსებობს რუკი, ლონატი, ლოვატი, ელვატი, ვატი, 50-მდე სახელი აქვს ბათუმს სხვადასხვანაირი ცვლილებებით, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ერთ და იგივე სიტყვისგან ნაწარმოებები აღნიშნებია. და აი არსებობს ესეთი ამსტერდამული რუკა 1500-იანი წლების ბოლოა ევროპის რუკაზე,
ლოვატი ლონატი კი არ წერია, ზონატი წერია. ანუ ელის ბეჭდვის დროს სხვათა შორის იგივე შეცდომა აქვს დაშვებული სოხუმის აღნიშვნის დროსაც, როცა ესის ნაცვლად ზეტი აქვს დაწერილი პრაქტიკულად და ესე ზონატი შემოვიდა აღნიშვნვასი. აი გორი არის ამის ყველაზე კლასიკური მაგალითი, როცა შეცდომას უშვებენ ჯის ნაცვლად სის წერენ და გორი კი არ წერია, აი ცორი გამოდის, ეხლა სიტყვას ვიტყვით, რომ ესე წავიკითხოთ. ანუ იმის თქვა მინდა რომ ეს რთული ტექნოლოგია იყო და დიდი ხანი ჭირდებოდა ამას. გარდა ამისა, ერთია რომ ამას ქაღალდზე გამოსახავდა ვიღაცა, მეორეა რომ ეს სარკისებურად უნდა გადატანილი იყო ამ ფირფიტაზე მერე და სპილენძი ბევრად უფრო მეგობრული იყო და იოლად გამოიყენებოდა ამის ნებისთვის, პატარა შეცდომას პატიობდა, შეიძლებოდა ამისი გამოსწორება და 1548 წლიდან პრაქტიკულად უწყვეტად სპილენძი შემოდის, რაც ასევე უწყობს ხელს ნაბეჭდი რუკების გავრცელებას. და აი აქეთ თუ პტოლემეოსთან თუ გადმოვალთ მე ხო იქ კოლხეთი და იბერია თავისთავად არის წარმოდგენილი ტაბულა აზია 3 ეს არის ნაწილი რომელიც ეძღვნება ჩვენს რეგიონს არანაირი კავკასია იქ რეგიონის სახელად არ არის გამოყენებული და ეს კავკასია რამდენჯერმე რახან მოახსენებ არა იმასაც ვიტყვი რომ ცხადია ევროპელები კავკასიას იცნობენ ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული ეს კავკასია იციან ეს სიტყვა მაგრამ რას აღნიშნავს კავკასია ძველ ევროპულ რუკებზე ორი დატვირთვა აქვს ერთი ეს არის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, ანუ მთებს აღნიშნავს და ჩვენ თქვით რომ აი ამ რუკაზეც კი 4 კავკასია არის, როცა ეს რაღაცა შორს და იმის იქით არსებულ საფრთხეს უკავშირდება. და მეორე ეს არის შავი ზღვის ლოკალური სახელწოდება იჩვენი გაგრიდან დაახლოებით აზოვის ზღვის მიმართულებით. იქ სადაც პრაქტიკულად კავკასიის მთები იწყება ზედ შავ ზღვასთან, ხო? ეს დატვირთვა აქვს მხოლოდ კავკასიას ამ ძველ რუკებზე. მე არ ვსაუბრობ იმას კიდევ ერთხელ რომ ამ სიტყვა კავკასიას ისინი არ იცნობენ. უფრო მეტიც, აი მე-17 საუკუნის იტალიურ რუკებზეც კი თუ შევხედავთ კავკასიის მთების გაყოლებაზე ხშირად ნახავთ აღნიშნავს პოპული ლიბერტი, ანუ თავისუფალი ხალხი და ის სვანები მაგალითად ამ სიაში წერია. ანუ აქ საუბარი იმაზე კი არის, რომ ეს სახელმწიფო არის, არამედ ის ხალხი, ვინც არ ემორჩილება არავის, ხო? არც მონღოლია სულა იქ და არც არაბი, ხო? ეხლა კლასიკური გაგებით როგორ შეიძლება მათ გავლენა ქონდა დანარჩენ ნაწილზე მთელი ქვეყნისა. პტოლემაიოსის რუკებზე ეს ტაბულა აზია 3 ზოგჯერ ასე არის აღნიშნული, ზოგჯერ ტერცია აზია ესე არის აღნიშნული და საინტერესო არის, აი დასავლეთ საქართველოს უფრო დეტალურია თავისთავად, ოღონდ მანდაც ხედავთ შეცდომებს, იმიტომ რომ მაგალითად მდინარე რიონის დინება და მტკვრის დინება არასწორად არის ხშირად დატანილი, აქ ნაწილი სტრაბონის ცნობას იყენებს, თუ სწორად მახსოვს სომხეთის მთიანეთთან უთითებს ის მდინარე რიონის დინებას და კლასიკური გაგებით ეს შეცდომაა, რა თქმა უნდა. საინტერესო არის მტკვრის აღნიშნა როგორ არის ამ რუკებზე. მტკვარი მოედინება არა სამხრეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ანუ დღეს როგორც მიედინებოდა, როგორც ყოველთვის მიედინებოდა, არამედ მოედინება როგორც მდინარე არაგვი, რო წარმოიდგინოს ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა, ამიტომაც იქ არის აღნიშნა სურა, რასაც ხშირად ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს სურამის უძველესი აღნიშნა, მაგრამ სურამი დღეს მოთავსებულია დაახლოებით დღევანდელი დუშეთის ადგილას. თუ ამ მტკვარს გადმოვაყირავებთ და ჩამოვიტანთ სამხრეთ ნაწილში თავის დინებას თუ მიუჩენთ, ხო? შეიძლება სურამიც უნდა გადმოვაყოლოთ მაშინ თუ ეს სურამი და გასწორდება ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ეს თეორიების დონეზე ამაზე არის მსჯელობა, მაგრამ გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია. აღნიშნული არის ამ რუკებზე სოხუმი, ნუ დიოსკორია, საავტოპოლის სახელით, ასევე არის ძალისას აღნიშნავს ხედავთ იბერიაში. აი ეგ საინტერესოა სხვათა შორის, ძალისას სხვა დატანილი. ძალისას აღნიშნავს. არის უმეტესობამ საქართველოში საერთოდ არც იცის არსებობა ძალისასი, არა და ხო, არც იცის არსებობა. მე როგორც ვიცი, ეხლა მდგომარეობაში, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშიც არის ძეგლი თვითონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანტიკური ძეგლი არის საქართველოში. და თანაც ხო, აი ხა რუკაზე რომ ნახოს, მაგალითად, ჩაოლურმა საშუალო სტატისტიკურმა, აი ვიცი, მოსწავლემ, ანუ შეიძლება იფიქროს, რომ რა არის ძალისა, რა წერია ამ რუკაზეო საერთოდ, ან ძაგემი ასევე. ალი მათ შორის, სხვათა შორის. აი ეს არის საინტერესო, არის ისეთი პუნქტები საქართველოში, რომელიც დღეს საქართველოში აღარც ახსოვთ და არც იციან, მაგრამ რუკებზე არის შემორჩენილი. გრემის აღნიშვნა უნდა იყოს, რომელიც აი ერთ-ერთი პირველია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოსთან გვხვდება. აბრაჰამ ორტელიუსის აზიის ცნობილ რუკაზე 1570-1579 წლების რუკა, რაც არის, ხო? აი იქ მაგალითად აღმოსავლეთში მხოლოდ გრემუჩ არის აღნიშნული, რაც დიდი ალბათობით გრემის აღნიშვნა უნდა იყოს და გასაგებია რატომაც უნდა იყოს. მაგ პერიოდში გრემი თან მე-16 საუკუნეში დაწინაურდა ძალიან, სანამ შაჰ-აბასი არ გაანადგურებდა, ნუ კახეთის მოწინავე ქალაქი იყო და ძაგემიც ასევე, რომელიც იყო ბაზარი იგივე ქალაქი, კახეთის დედაქალაქიც იყო ფაქტობრივად ერთ პერიოდში. ბევრად ადრინდელი აღნიშნები, ვიდრე თელავის ან სიღნაღის აღნიშნები, რომელიც უფრო მე-18 საუკუნის ევროპული კარტოგრაფია. იმიტომ რომ გადმოინაცვლა იქიდან მე თელავსა და სიღნაღში უკვე, რაც ეს ძაგემი და გრემი განადგურდა ფაქტობრივად. და აი ეს პტოლემაიოსი რუკებზე ასევე რაც ხდება იბერიაში მაგალითად ეს არის
მცხეთის აღნიშვნა, ხდება ასევე არმას ციხე და ნუ დასავლეთში თქვით ფაზისი ეგ ძალიან საინტერესოა კიდე რა არის ნახე მცხეთაც და არმას ხე დღეს ხა წარმოდგენას ჩვენ შეარო რომ არმაზი მცხეთა ერთი ისაა ხო კომპლექსი ანტიკური ხანიდან მოყოლებული არმაზი და მცხეთა იყო ცალსაკე ხომ ჰარმუზიკე ანუ არმას ციხე და მცხეთა და მეფეები სხვადასხვა იყო იბერიაში პერიოდი როცა ორი მეფე იჯდა ორ მეფობა იყო ქართლში ანუ იბერიაში ერთი მეფის რეზიდენცია იყო არმას ციხე და მეორე რეზიდენცია იყო მცხეთა ასე იყო ხომ გაყოფილი და ერთი ნაწილი სავარაუდოდ იყო რომის გავლენის ქვეშ და მეორე იყო პართიის გავლენის ქვეშ რამაც გამოიწვია აი ეს გაყოფა და ორი რეზიდენციის გაჩენა. ანუ არმას ციხე ამ შემთხვევაში საკმაოდ ესეთი დამოუკიდებელი ცალკე ერთეული იყო ხოლმე. სანამ მე დროთა განმავლობაში არ მოხდა მისი შერწყმა ისე იბერიის. საინტერესოა, ანუ მდებარეობით რო შევხვდეთ, ესენი ხო ძალიან ახლოს არის რეალურად ერთმანეთთან. ხო, ახლოს ახლა პირდაპირ შეიძლება ეს არ არის, მაგრამ რეალურად ეს არ არის ერთი ქალაქი და მეორე ქალაქი დღევანდელი გაგებით. არმაზი იყო იდეაში მცხეთის აკროპოლისი, ესე იყო. და იქ სხვა კაცი იჯდა მეფეც და მცხეთაში ცალკე მეფე. საინტერესოა, ესეც მათ შორის იმის ნათელი დემონსტრირებაა, რომ აი ცივილიზაციური რაღაც გადაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ჩვენ არ ვიყავით საგამონაკლისო ცხადი ამ შემთხვევაში და სხვაგანაც ყოფილა და იქნებოდა ასეთი ადგილები ბუნებრივია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფენომენია და ეს ევროპული კარტოგრაფია ამ კუთხითაც საინტერესო ცნობებს გვაწვდის. ეხლა რაც ასევე უნდა ვთქვათ, არის ძალიან საინტერესო მე-15 საუკუნეში როცა იწყებენ პრაქტიკულად აი ამ პტოლემაიოსის თავიდან აღმოჩენას, ეს არის ერთგვარი რაღაც განსაკუთრებული მოვლენა ევროპაში და სხვა რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი ემთხვევა პარალელურად ამ პროცესს, ხომ, ევროპაში, რამაც ხელი შეუწყო კარტოგრაფიის განვითარებას. პირველი ეს არის გუტენბერგის მიერ წიგნის ბეჭდვის ხელოვნების გამოგონება და ძალიან საინტერესო არის თუ ნახავთ, აი 1450-იანი წლებიდან 1500-იანი წლების დასაწყისამდე, აი პირველი 50-60 წელი, ხო? ევროპის ქალაქებში რასის სწრაფით ვითარდება მესტამბეობა. აი პრაქტიკულად აი ერთი ხელის მოსმით შედის ეს ლიონში, პარიზში, იტალიაში, ანუ ალპების სამხრეთში ჩადის ეს ყველაფერი, გერმანიაში თავისთავად ძალიან სწრაფად ხდება. აი პრაქტიკულად ათეულობით სტამბა იხსნება იმ პერიოდის ევროპაში. ამ დროის ამ მესტამბეებს და ზოგადად უწოდებენ ამას ხშირად გერმანულ ხელოვნებას, იმიტომ რომ გერმანელების გამოგონილია ეს ყველაფერი და რამდენიმე ესეთი პარალელური გაგრძელება ახლავს ამ ყველაფერს. პირველი რომ როგორც კი ეს წიგნის ბეჭდვა იწყება, ეკლესია ეტაპობრივად კარგავს მონოპოლიას ცოდნაზე. ანუ მხოლოდ ის არ აუცილებლად მაშინ რა იყო გადაწერა ხდებოდა ხო ამ წიგნების და ზეითად ეს ხდება სამონასტრო პროცესი იყო. მაგრამ აი ამან გარეთ გამოიტანა ეს ყველაფერი ერთი, მეორე საინტერესო მომენტი რაც ამ დროს ხდება, ეს არის კონსტანტინოპოლის დაცემა, ვისთვის აღება და ვისთვის დაცემა. ამან პრაქტიკულად სამყარო შეცვალა და სამყარო ვერასდროს ვეღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე იყო და ჩვენთვის ეს ცალსახად დაცემა, მოწყვეტა არის ამ ევროპული ცივილიზაციისგან. მათ შორის გენუელების და ვენეციელების თვალსაზრისით რა კავშირებიც მათ ჰქონდათ განსაკუთრებით გენუელებს, კი, რაც მათ ჰქონდათ განსაკუთრებით აღმოსავლეთში, შავი ზღვის სანაპიროზე. კიდევ ერთი მომენტი ეს არის კოლუმბის მიერ 1492 წელს პირველი მოგზაურობა, მისი გაგებით ინდოეთისკენ, მაგრამ რეალურად ახალი სამყაროსკენ. მანდაც ეგეც საეჭოა რა, მისი გაგებით ამდენად იყო ინდოეთისკენ, იმიტომ რომ მაგაზე ჩვენ სხვადასხვა ურჩევს მენას ეპიზოდი გვაქვს შეწერილი დიდი აღმოჩენების შესახებ და ძალიან დეტალურად არის გარჩეული კოლუმბის მთელი ეს სოფხედველობა და იმ პერიოდში რა არსებობს მოსაზრება, რომ კოლუმბს როდესაც ამ მოგზაურობას გეგმავდა, ძალიან შეუწყო ხელი პტოლემეოსის გეოგრაფიამ, ანუ სამყარო რამხელა იყო ეს, რომ წარმოედგინა. და ასევე იმასაც ამბობენ, რომ თავის მოგზაურობთ გასამართლებლად ჭირდებოდა ის, რომ აი ამ ინდოეთის თუ დაეკავშირებინა, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გაამართლებდა აი მეფესთან, დედოფალთან, იზაბელასთან და ფერდინანდთან წარმოუდგენელ სამყაროში წასვლას და რაღაცის ზებნას იქით კიდევ ერთ რამესაც ვიტყვი, ბარე რახან ამ თემას შევეხეთ, მაპა კარტოგრაფიკას კოლექციაში არის ასეთი 1561 წლის ჯილორამო რუშელის მინიატურული საზღვაო რუკა. ნუ ეს მინიატურული რუკა გულისხმობს იმას, რომ ამ რუკით ვერავინ ვერცად ვერ იმოგზაურებდა, მაგრამ გვაძლევს წარმოდგენას სამყაროს შესახებ. ოღონდ მე-16 საუკუნის მეორე ნახევარი კი არის რუკის შექმნა, მაგრამ რუშელი იმეორებს უფრო ძველ წარმოდგენას სამყაროს შესახებ, სადაც ხმელეთი არის უწყვეტი, ჩრდილოეთი ნახევარსფერო და აი იმ რუკაზე ინდოეთს ნახავთ როგორც აზიაში, ასევე დღევანდელ ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩინეთი ისე შორს არის ევროპელისათვის, რომ ჩინეთი აღნიშნულია არა აზიაში, არამედ აღნიშნულია თანამედროვე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. ეს ნაწილები, ეს ძველი ამბის გამოძახილია და კიდევ ერთი ფაქტორი, მე ვფიქრობ, რამაც ხელი შეუწყო აი ამ
კარტოგრაფიის განვითარებას და პრაქტიკულად ახლებურად ჩამოყალიბებას, ეს არის რეფორმაციის დასაწყისი ევროპაში მე-19 საუკუნიდან, რამაც აი პრაქტიკულად თქვა, რომ კათოლიკური სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. ჯერ ერთი კათოლიკური სამყარო მთლიანად ვერ იქნება კათოლიკური და გაყოფა უნდა მომხდარიყო და ნუ მთელი თამდევი პროცესი კიდევ ბევრი მომენტია კიდევ, მაგრამ ეს ძირითადად საკვანტო საკითხები, რამაც მცირე შეიძლება ითქვას კათოლიკურმა სამყარომ დაკარგა განათლებაზე მონოპოლი. კი, ეგ არის ჩემი აზრით მთავარი ამბავი და გუტენბერგის მიერ წიგნის ბეჭდვის დაწყება მე აი ლიტერატურას ახლა რაღაცებს როცა ვკითხულობ და ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემა არის მესტამბეობა როგორ ვითარდება და ბიბლიოთეკები ევროპაში აი იქ ძალიან კარგად ჩანს რომ აი თუ შედარებას თუ გავაკეთებთ მე მაინც მგონია რომ უფრო დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობაზე ვიდრე ინტერნეტმა. იმიტომ რომ ინტერნეტი მაინც არის ეპოქა, როდესაც თვითმფრინავები დაფრინავს, რაღაც ტიპის შეტყობინებები მაინც სწრაფად ხდება და ეს ინფორმაციის გადაცემა ხდება ძალიან სწრაფად. განსხვავებით იმისგან რაც მაშინ იყო. უბრალოდ მაშინ ინტერნეტამდე თუ პირობითად ვამბობ, თუ ჭირდება ერთი დღე, ინტერნეტი ამას აკეთებს წამებში. შეიძლება, მაგრამ აი ბეჭდვის ამბავი საერთოდ სხვა პროცესი იყო თავისი არსით და მნიშვნელობით. და კიდევ საინტერესო ის არის, რომ ეს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები ავტომატურად აჩენს მოთხოვნას ახალი ტიპის რუკების შექმნის თაობაზე. რატომ? იმიტომ რომ აი წარმოვიდგინეთ ზღვაოსნობის განვითარება, ნუ პორტოლანის ტიპის რუკებით, პორტოლანების ეპოქა მაინც არის ეპოქა, რომელიც კონცენტრირებულია ხმელთაშუა ზღვაზე და შავ ზღვაზე ძირითადად, ხო, აი ვენეციელები, გენუელები, ნუ იქ ცხადია აფრიკის ნაწილზეც დაცურავენ, ასევე ჩრდილოეთ მიმართულებით, როცა გადიან გიბრალტარის სრუტის გასვლით ატლანტის ოკეანეში, მაგრამ აი ვენეციელები, გენუელები უფრო ფოკუსირებული არიან ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაზე. აი ესპანელების წასვლა, პორტუგალელების წასვლა ერთი ინდოეთისკენ, მეორე იქით ამერიკისკენ, ეს ნიშნავს, რომ ყოველი წასვლა და დაბრუნება ახალი ინფორმაციის ჩამოტანას უკავშირდებოდა. ამიტომაც არის, რომ ანტვერპენი გახდა პირველი ევროპული ქალაქი პრაქტიკულად, სადაც თავს იყრიდა უამრავი ახალი ინფორმაცია და შემთხვევით არ არის რომ აბრაჰამ ორტელიუსი, ვინც პირველი ევროპელი კარტოგრაფია, რომელმაც დიდი ფული იშოვა, მარტო ორტელიუსის სიცოცხლეში არის 25-ჯერ დაბეჭდილი მისი ცნობილი ნაშრომი, რომელიც სამყაროს აღწერას უკავშირდება და ორტელიუსი არის პირველი ევროპელი კარტოგრაფი, რომელმაც ერთ თარგზე შექმნა ყველა რუკა. მიუხედავად იმისა, რომ ატლასის სიტყვა მას არ გამოუყენებია, მერკატორმა გამოიყენა ეს სიტყვა პირველ ატლასად მიიჩნევენ აი ორტელიუსის ქმნილებას და ჩვენზეც ძალიან საინტერესო ცნობებია ამ ატლასებში, მაგალითად შავი ზღვის რუკა, რომელიც ძველ სამყაროს უკავშირდება და ასევე აქით მერე თანამედროვე სამყაროსთან დაკავშირებული რუკები. და რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? ავტომატურად გაჩნდა მოთხოვნილება ახალ რუკებზე, გლობუსებზე, მათ შორის პირველი გლობუსი ჩვენამდე მოღწეული რაც არის, ესეც ნიუნბერგში რაც ინახება. ბეჰაიმის გლობუსი იგივე წელია, რაც კოლუმბის წასვლა არის, მაგრამ ცხადია ამერიკა და ავსტრალია და ასე შემდეგ მსგავსი აღნიშვნები ამ გლობუსზე არ მქონდა საშუალება, რომ გასულ წელს მენახა ეს მუზეუმში. და მართლა ძალიან საინტერესო სანახავია კოლხეთს და იბერიას ხვდებით ჯერ კიდევ ამ რუკაზე, მაგრამ ევროპელებმა უკვე იციან ჯორჯიის შესახებ უფრო ადრე, 100 წლით და მეტით ადრე იციან ევროპელებმა. რა, წყაროებში აშკარად ინფორმაცია გაცილებით მალე განახლებადი არის ხომ ვიდრე რუკაზე რაც არის დატანილი. მით უმეტეს ეხლა რაც ვახსენეთ ჩვენ ცოტა ხნის წინ, რამდენად რთულია რუკის შეცვლა. აი ხშირად არის რომ კარტოგრაფი რუკაზე არ აღნიშნავს გამოცემის წელს, იმიტომ რომ თუ დააწერა 1670 წელი და 75-ში კიდევ გამოსცა, ესე იგი ის უნდა შეცვალოს, ხო? ჩაერიოს და ეხლა 1670 რო არ დააწერა და იმ წელს გამოსცა, რაღაც პერიოდი არის უნივერსალური ესროგა და სულ შეგიძლია გამოსცე. აი ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს რუკის ვენეციური გამოცემის ორი ვერსია არსებობს. ერთი წელია დატანილი 1775 და მეორე გამოცემაზე, როცა რემონდინებმა იყიდეს უფლება სანტინებისგან გამოცემისა, იქ თარიღი გადაშლილია. ამიტომაც 75 91 წლები არის მიჩნეული გამოცემის წლებად და ხშირად კარტოგრაფის თავაზიანობას და კეთილსინისერებაზე იყო დამოკიდებული კონკრეტული წელი რაც არის მითითებული რუკაზე მართლა იმ წელს არის დაბეჭდილი თუ 15 და 10 წლით მერე არის დაბეჭდილი ეს რუკები. ანტვერპენის მერე ამ პირველობას იღებს ამსტერდამი და 1570-იანი წლებიდან მთელი 100 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ეპოქას უწოდებენ ნიდერლანდური კარტოგრაფიის ოქროს საუკუნეს, ხო? აი ბლაუები, ჰონსიუსები, ანსონიუსები ამსტერდამში გვერდ არის მათი მაღაზიები, ძალიან დიდი კონკურენციაა და ნუ ცნობილი ზღვაოსნები არიან. ხო, აი გარი მთავარი რუკას ქმნის ხალხები, რომლებიც მოგზაურობენ. აი ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ქართული რუკებიო, რატო არ გვაქვს ანტიკური შუა საუკუნეების. იმიტომ არ გვაქვს რომ ამ შემთხვევაში რუკის შექმნა სჭირდება მოგზაურობა ძალიან დიდი და შესაბამისად სჭირდება უნარები, რომელიც ამ რუკის შექმნასთვის არის აუცილებელი და რადგან ხა ეს ჰოლანდიელები, ბრიტანელები, ფრანგები ამ შემდეგ დაცურავდნენ და ოკეანეებში დაცურავდნენ, გადიოდნენ კონტინენტებზე და
შემდეგ. რა თქმა უნდა, იმათთვის ხელმისაწვდომი იყო ეს ინფორმაცია უფრო, რომ მე აესახათ დროთა განმავლობაში, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ ახლა, რომ იმ დროში, როდესაც არ არსებობს თანამგზავრით გადაღებული სურათები და დრონები და ასე შემდეგ, ხო? ეს ადამიანები ადგენენ რუკას, რომელზეც მეტნაკლებად მასშტაბები და შემდეგ არის რეალურთან მიახლოებული. ძალიან საინტერესოა, როგორ აკეთებდნენ ისე ამას. რამდენად რთული არის თანამედროვე გადმოსახედიდან, ახლა რო ფიქრობ ხოლმე, რომ აი ვიღაცა მე-15 საუკუნეში დადის, დაცურავს ამერიკის კონტინენტზე და ეს ყველაფერი შეაქვს მე გადააქვთ რუკაზე, რომ აი ეს ინფორმაცია, რაც იმან ნახა და გამოთვალა იქ, მე რუკაზე გადადის. რამდენად ძნელი წარმოსადგენია? წარმოსადგენია, რა თქმა უნდა, მით უმეტეს აი პორტოლანის ტიპის რუკები როცა იქმნება მე-13 საუკუნის ბოლოდან, მაშინ ცოტა უფრო მარტივად არის საქმე, იმ თვალსაზრისით, რომ ვარსკვლავების შესახებ ცოდნა, იქ კომპასი იქმნება, ეს ხაზები, ბადეები რაც დააქვთ რუკებზე, ამით გადაადგილდებიან ზღვებში, მაგრამ ერთია ხმელთაშუა ზღვაში და შავ ზღვაში გადაადგილება, როდესაც ხმელეთი მეტნაკლებად მაინც ახლოს არის, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვაში, ხო, როგორი ისეთი დასერილია ეს და მეორე როცა შენ კუნძულებიათან სულ. როდესაც შენ გადიხარ ღია ოკეანეში, ხო? აი მაგელანი როცა გადადის წყნარ ოკეანეში, ალბათ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო მართლა, როგორც ამბობენ, როცა წყნარი იყო ეს ოკეანე და რამდენად რთულია. მაგრამ მაგელანამდეც ხო არის ეს ზღვაოსნობის მაგალითები ცნობილი, რომელიც უფრო ადრინდელ ეპოქას ძალიან პრიმიტიულ მცურავ საშუალებებს უკავშირდება. ირლანდიელმა ბერებმა რომ გადაცურეს, გრენლანდიამდე რო ჩააღწიეს, იმით ნავით. დღესაც რა ნავით, თან გემით კი ნავით ჩავიდნენ. იგივე რო ავიღოთ აი სკანდინავიაში მცხოვრები ხალხის ამბავი. ან ვიკინგები რო ამერიკა რო აღმოაჩინეს ნიუფაუნდლენდში. მინახავს ვიკინგების გემები ზოგი არქეოლოგიის შედეგად აღმოჩენილი ზოგი ვთქვათ რესტავრირებული და რაღაცა წყელძირიანი რანაირად შეიძლება იმ გემით გახვიდე ოკეანეში, ხო? ერთი რომ ამაცობასთან არის დაკავშირებული, გავიგე, მაგრამ მეორეა რომ ცოდნა გჭირდება და მესამე იღბალიც ამ ყველაფერთან, იმიტომ რომ უამრავი იღბებოდა ბუნებრივია და ძალიან ბევრი ვეღარ ბრუნდებოდა უკან. ისე რა არის, ესეც უნდა ითქვას, რომ მათაც ვიკინგებსაც ჰქონდათ რამდენიმე ტიპის გემი ჰქონდათ და მაგისთვის რა ის სამოგზაუროდ იყენებდნენ ხოლმე კნარებს და ეს კნარი უფრო არ იყო ფლეზერიანი, ის იყო უფრო ესეთ მასშტაბური ზომის ხომალდი იყო, რომელიც იყო აი უფრო წინამორბედი თანამედროვე შუა საუკუნოვანი ხომალდებისა, ხის ხომალდებისა და ამიტომაც ეს დრაკარებს, რომელიც წყელძირიანია, უფრო იყენებდნენ ხოლმე სანაპიროებზე რომ მივიდოდნენ, აი იქ რო ნებისმიერ სანაპიროს მიდგომოდნენ, იმიტომ რომ წყელძირიანებს ხო შეუძლია ყველგან მიცურდეს, განსხვავებით კნარისაგან, რომელსაც ჭირდება კარგი სანაპირო ღრმაწყლოვანი რომ იქ შევიდეს და შესაბამისად აი აქ მაგალითად მეტყველებს რომ ამდენ იციან ამათმა რას როგორ მიუდგნენ, სად როგორ იცოდნენ, რამხელა სანაოსნო გამოცდილება. ძალიან დიდი და ეს არ შექმნილა რაღაც უცებ, ხო, ეს დროის განმავლობაში იქნებოდა ეს ყველაფერი. და ის გახსოვს ბერძენი მოგზაური პითონი, რომელმაც ითვლება რომ ნორვეგიამდე და იქამდე მიაღწია, ბრიტანეთს შემოუვარა გარშემო, რა წარმოვიდგინოთ ანტიკურ ხანაში რო ხდება ეს, ან კართაგენელები, რომლებიც ითვლება რომ აფრიკას შემოუვარეს თითქმის, ან ზაღმად შევიდნენ სამხრეთისკენ აფრიკაში, რაც იმ დროისთვის ძალიან წარმოუდგენელი რაღაცაა, ხო? ნამდვილად ეხა ერთი მომენტიც არის, ხო, ანუ წყაროების რაღაც ნაწილი დროთა განმავლობაში განადგურდა, დაიკარგა და ბევრი რაღაცა ფრაგმენტულად ვიცით, ან დაშვებების დონეზე ვიცით ჩვენ, მაგრამ ისიც კი რაც მოღწეულია კარტოგრაფიის განვითარებასთან დაკავშირებით, იგივე ვთქვათ და მომიჯნავე დისციპლინებთან მიმართებაში აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ესე უცებ ხელის მოსმით არ ხდებოდა და ძალიან დიდი მამაცობის და დიდი შრომის და ფიქრის შედეგი იყო ეს ყველაფერი. მოდით რაღაც მომენტში აი მას პორტოლანის ტიპის რუკებზე ცოტა უფრო მეტი ვთქვათ. რას გვაძლევს პორტოლანი? რა ინფორმაციას გვაძლევს? მაგალითად აი საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ. წარმოვიდგინოთ რომ აი გვაქვს პორტოლანი, ხო? არის სხვადასხვა რამდენიმე წლის წინ მამუკა წურწუმიამ გამოსცა შესანიშნავი წიგნი საქართველოს დროშების და გერბების აღნიშნების შესახებ პორტოლანებზე და აი ის რუსთაველის ფონდის გამითია გამოცემული, ამიტომ ყველგან ვერ იშოვით, მაგრამ ბიბლიოთეკაში ან ელექტრონულად შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს. აი იქ არის მოტანილი რა არის პორტოლანებზე ისინი გერბები, დროშები, სიმბოლოები გამოტანილია და ახსნილია მე რატო არის ეს და ის დატანილი. აი როგორც ხედავთ, პორტოლანი გვაძლევს არა მარტო იმ ინფორმაციას, რომ ზღვაოსანი წავიდეს სადღაც ჩავიდეს გემით და იცოდეს რომ იქ რა ქალაქში ჩავა, ან სად მიდის, ვისთან მიდის, ამავე დროს გარკვეულ ინფორმაციას აძლევს იქ რა ხდება, ანუ ვინ არიან, ქრისტიანები არიან, მუსლიმები არიან, როგორ ცხოვრობენ, ვინ არის მეფე, აი რაღაც ესეთი ტიპის ინფორმაციას გვაძლევს, ხო? კი, ნამდვილად და უნდა ვთქვათ რომ პორტოლანები ცოტა არ არის შემორჩენილი ჩვენამდე. გონი ჩვენი თანამედროვე დროშის აღდგენაც მაგ პორტოლანებს მიხედვით. კი, მე-14 საუკუნის ევროპულ რუკებზე ძალიან ცალ-ცალ ჩანს, როგორც სოხუმის, ასევე თბილისის თავზე ხუჭვრიანი დროშები აღმართული. მაგრამ ეხლა მე კი ვთქვი, რომ ცოტა არ არის პორტოლანები ჩვენამდე დარჩენილი. თუმცა უფრო ბევრი იყო, მაგრამ
პრაქტიკულად ყოველი ახალი უფრო დეტალური ზუსტი პორტოლანის შექმნა ნიშნავდა, რომ ძველი კარგავდა მნიშვნელობას. აქ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენი მნიშვნელოვანი პორტოლანი არის განადგურებული, გარდა იმისა, რომ დროსთან ერთად განადგურდა რაღაცეები. როდესაც მაგელანი მიდის პორტუგალიიდან ესპანეთში, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც უნდა გაარკვიოს პორტუგალიის სამეფო კარმა, არის რუკები ხო არ გაიყოლა თან ესპანეთში წასვლის დროს. იმიტომ რომ იმ დროს მნიშვნელოვანი ის კი არ არის შენ რომელი მიწანახე ახალი, მნიშვნელოვანი არის როგორ ნახე, როგორ მიხვედი. ეს არის მნიშვნელოვანი და ამ კონტექსტში პორტოლანის რუკები არის თავისთავად განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი. ეხლა ჩვენს ნაწილში რატო არის ეს საინტერესო? პირველი ჯერ ესეთი ვთქვათ, რომ პორტოლანებზე რუკის პრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე ნაკლები დატვირთვა აქვს ხმელეთის სიღრმეში რა ხდება. შესაბამისად, თბილისს უფრო ნაკლებად ნახავთ პორტოლანის ტიპის რუკებზე, ვიდრე ვთქვათ სოხუმს, ბათუმს, სხვა სახელით, მაგრამ მაინც ფაზის შეიძლება ფსაროსიან რაღაცაც იყოს. კი, გონიო უფრო მეტჯერ არის ვიდრე მაგალითად ბათუმის აღნიშვნები იგივე ამ რუკებზე. და ამას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, იმიტომ რომ რუკის ავტორს აინტერესებს ის რაც ზღვაზეა. ის მხოლოდ ზღვაზე გადაადგილდება ამ რუკით ერთი. მეორე ორი აღნიშვნა ახასიათებს პორტოლანის ტიპის რუკებს ხმელეთის ნაწილში. ერთი ეს არის წითელი ფერით აღნიშვნა და მეორე ეს არის შავი ფერით აღნიშვნა. წითელი ყოველთვის ნიშნავს უფრო მნიშვნელობას, შავი შედარებით ნაკლებად მნიშვნელობას. მესამე ამბავი, აი დროშა ვახსენეთ ჩვენ. ეს დროშების გამოსახვა არ არის შემთხვევითი ამბავი. და არა ის რომ ვიღაცამ უბრალოდ ჩათვალა რომ მოდი აქ ამას დავსვავ, იქ იმას დავსვავ. ამას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა, როცა მეზღვაური გემი ჩადის სადღაც რომელიღაცა ქალაქში და ხედავს კოშკზე აღმართულ დროშას, ის მარტივად ხვდება ვის ქვეყანაში მოხვდა. ეს ერთი. მეორე, ეს ასევე არის ერთ-ერთი პირველი ნათელი დადასტურება ჰერალდიკისა ძველ სამყაროში, ჯერ კიდევ აი შუა საუკუნეებიდან რენესანსის პერიოდში მიმავალი სამყაროს ეპოქას თუ შევხედავთ ასე და ძალიან საინტერესო არის რომ საქართველოს ნაწილში აი შავი ზღვის სანაპიროზე და რამდენიმე რუკაზე თბილისის თავზე ვხედავთ ხუჩურიან დროშებს. მაგალითად ერთ-ერთი ეს არის ანჯელინო დულჩერტის 1329 წლის პორტოლანი, სადაც სოხუმის და თბილისის თავზე ერთდროულად ფრიალებს ხუჩურიანი დროშა. აქ საინტერესო არის რომ ну ცხადია მაშინ ხო იმნარი გაგება არ არის როგორც დღეს ერი სახელმწიფო არ არსებობს და რაღაც აი დღეს საქართველოს რო ვახსენებთ ესე უფრო იდენტობის რაღაც ფორმა არსებობს მაგრამ ის რომ აი ეს სოხუმი და თბილისი ერთი რაღაცა პოლიტიკური სივრცის ნაწილია ეს ძალიან ცალსახა არის აი ამ დროშების ისე გახსოვს მაგის წაწინააღმდეგოდ ხონდათ ხოლმე ესეთი არგუმენტი რომ ეს იყო არა ადგილობრივი დროშები არამედ იყო რაღაც მისიების და ასე შემდეგ რაც მე მგონია რომ არ შესაძლოა მithumდეს ამ პერიოდში ადრეა ეს ძალიან ვარაუდოა ეგ ერთი და მე მეორეც მე მართლა მგონია რომ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ლამაზი დროშა გვაქვს ჩვენ თავისი ისტორიითაც და შემთხვევით ასეთ დროშას არავინ რაღაცა ისე კარგი თვალების და კარგი ღვინის გამო არავის არ დაუსვავს ქალაქის აღსანიშნავად. საინტერესო ის არის რომ ცხადია სოხუმის თავზე უფრო ხშირად ხედავთ ჩვენ პორტოლანის ტიპის რუკებზე ამ დროშას, ზოგჯერ ეს არ არის ჯვრები, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს წერტილების ფორმით გამოსახული, მაგრამ დატვირთვა ერთ და იგივე აქვს ორივე შემთხვევაში. ოღონდ არის ერთი ძალიან საინტერესო გამონაკლისი, ეს არის დომენიკო და ფრანჩესკო პიციგანოების 1367 წლის პორტოლანი, სადაც მხოლოდ თბილისის თავზე ფრიალებს ხუჩურიანი დროშა. სასახლეა გამოსახული და ხუჩურიანი დროშა. ეს არის ძალიან ნათელი დემონსტრირება იმისი, რომ კარტოგრაფი ხმელეთის სიღრმესაც კარგად იცნობს და იცის რომ ის სანაპირო რომელთანაც ის მიდის რეალურად დაკავშირებული არის ხმელეთის სიღრმეში არსებულ რაღაც პოლიტიკურ ერთეულთან, რომელიც არის ყველაზე ძლიერი მოთამაშე იმ პერიოდის ევროპაში. ამ თვალსაზრისით პორტოლანები იყო პრაქტიკული რუკები ერთი, მეორე თვალსაზრისით ეს იყო არაუბრალოდ აღნიშვნები, არამედ ასევე ეს ჰერალდიკის კუთხით ძალიან საინტერესო ცნობების მატარებელი რუკები და დიდი ხნის განმავლობაში ის აგრძელებდა არსებობას. რაღაც მომენტში პორტოლანების დასაწყისი ემთხვევა ასევე როგორც უკვე აღნიშნეთ მაპამუნდის ტიპის რუკების არსებობასაც, თუმცა მაპამუნდები უკვე ამთავრებს ასრულებს არსებობას და შემოდის პორტოლანები. და აქ მივდივართ ძალიან საინტერესო მომენტთან, ისეთ ევროპულ რუკასთან, რომელიც სადღაც შუაშია, არც მაპამუნდია ბოლომდე და არც პორტოლანი. კლასიკური გაგებით ეს არის პიეტრო ვესკონტეს ცნობილი მსოფლიოს რუკა, 1311 წლით თარიღდება ეს რუკა. 1311-25 წლები ვამბობთ ხშირად, იმიტომ რომ 1311 წლის ვერსია ინახება ვატიკანში, ბიბლიოთეკაში, 1325-მდე არის რამდენიმე ვარიანტი შექმნილი კიდევ, ეს არ განსხვავდება ერთმანეთისგან დიდწილად, ინახება ბრიუსელში, ასევე ბრიტანეთის მუზეუმში. ეხლა რატო არის ეს რუკა მნიშვნელოვანი? იქაც იერუსალიმი არის სამყაროს ცენტრი, იმ რუკაზეც TO სისტემაა იქაც გამოყენებული, ასევე ოღონდ განსხვავებით
მაპამუნდის ტიპის რუკებისგან შავი ზღვა იღებს რეალურ მოხაზულობას. პიეტრო ვესკონტი არის ერთ-ერთი პირველი, ვინც შავ ზღვას აძლევს რეალურ ფორმას თავისი არსით. კასპიის ზღვა ისევ ისეთი აბსტრაქტული. კი, იტალიელებმა იციან და ცხადია ახლა ცნობებიც არის, რომ ვენეციის ელჩი ბათუმის გავლით მიდის თქვა სპარსეთში, ხო, დაახლოებით ამ პერიოდს უკავშირდება ასევე ესეც და იქ ცნობაც არის, რომ ადგილობრივებიო იტალიურად მესაუბრებიან. მე-19 საუკუნეში ჭყონიას თარგმანია მე მგონი, თუ სულად მახსოვს, ბოამბეშია დაბეჭდილი თავის დროზე და ეხლა თუ ამ ცნობას გავუყობით, ეს ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა ხანგრძლივი პერიოდის ურთიერთობაა და არა ვიღაცა სპონტანურად ადგილზე ვინც ესაუბრება. არა, გენუელები და ვენეციელები. კი, ბოლო-ბოლო ეხლა სანტა სოფია ქონდათ ეგერ გაგრასთან ფაქტორია და სოხუმში კვარტალი ქონდათ მთლიანად. თავი რო დავანებოთ კაფას, რომელიც მთავარი ცენტრი იყო და მონღოლებსაც ძალიან დიდი ინტერესი ქონდათ მერე. კი. და მე მგონი შავი ჭირის გავრცელების ერთ-ერთი წინაპირობაც კაფადან მიდის, ხო? ჭირიანის გვამი და მანდ გავწევდა მე. ხო, და როცა ჩადიან მერე ეს გენუელები იქით მერე იწყება ეგ ამბავი. ნუ ეს ახლა სხვა ისტორიაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს პიეტრო ვესკონტეს რუკა, რომელიც შავ ზღვას პირველად აძლევს რეალურ მოხაზულობას და ევროპაც უფრო რეალისტურია ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, იქ უკვე ესპანეთი არის, პორტუგალია არის, საფრანგეთის, გერმანიის აღნიშვნები და ჩვენთვის რატომაც არის ეს რუკა საინტერესო. ისინი ვისაც გვიყვარს ევროპული კარტოგრაფია, აი ამ პიეტრო ვესკონტეს 1911 წლის რუკას უწოდებთ ხშირად ჯორჯიის დაბადების მოწმობას ევროპულ კარტოგრაფიაში. რატომ? იმიტომ რომ ეს არის პირველი ევროპული რუკა, როდესაც ევროპელებმა რუკაზე სიტყვა ჯორჯია დაიტანეს. მე არ ვამბობ, რომ მათ ეს ჯორჯია არ იციან მანამდე, მაგრამ რუკაზე გამოსახულებას გადატანას გულისხმობ. ოღონდ ეხლა საინტერესო რა არის, რომ ნუ ტყავის ვერსიაზე ბილომდერია ხელი არ მეგვიწდება ჩვენ, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და გასულ წელს შევიძინეთ 1611 წელს გერმანიაში პირველად ქაღალზე დაბეჭდილი აი ეს პიეტრო ვესკონტეს რუკა, რომელიც ძალიან ძვირია და ძალიან მნიშვნელოვანი, არა იმიტომ რომ ჯორჯია პირველად არის აღნიშნული, ზოგადად მნიშვნელოვანი რუკა, იმიტომ რომ ეს არის გარდამავალი რუკა მაპამუნდის ტიპის რუკებიდან პორტოლანის ტიპის რუკებისკენ. და საინტერესო არის, რომ ამ რუკაზე არის ორი ჯორჯია. ბეჭდურ ვერსიაში დატანილი და ჩდება კითხვა რა უნდა ორ ჯორჯიას, როცა მანამდე ერთი ჯორჯიაც არ არის რუკაზე დატანილი. პირველი ერთი ოდნა დიდი შრიფტით არის, მეორე ოდნა პატარა შრიფტით არის შესრულებული. პირველი ჯორჯია დიდი ალბათობით ეს არის იბერიის ნაცვლად გამოყენებული ტერმინი, იმიტომ რომ კოლხეთი ისევ არის რუკას დატოვებული. და მეორე ჯორჯია, რომელიც უფრო დიდია, ეს არის დიდი ალბათობით მთელი რეგიონის აღნიშვნა შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. ამას ვამბობ იმიტომ და ესე ვაძლევ თავისუფლებას ამის თქმისას, რომ მოგვიანებით პერიოდის რუკებზე, თქვათ მე-17 საუკუნეში, იქ ძალიან ცალსახად ჯორჯია აღნიშნავს მთელს რეგიონს. მართალია პირველ რიგში ეხება ქართლს, კახეთს, ქართულ სამთავროებს, მაგრამ მოყვება ისეთი ტერიტორიებიც, რომელიც არის კავკასიის მთების გადაღმა და ჩერქეზეთი არის შემოყვანილი, კომანები არის აღნიშნული მაგალითად აი ამ ჯორჯიის აღნიშვნის ქვეშ. განზოგადდა, ხო, იმიტომ რომ ხა კარტოგრაფმა რაღა ბევრი იწვალოს და იცის რომ ერთ-ერთი ქრისტიანული სამეფო სამთავროების რაღაც ის არის, ხო, კონგლომერატია ერთად წარმოდგენილი, ერთი, მეორე ცნობა უფრო ძველი აქვს მას და როცა ეს ძველი ცნობა აქვს, ამ პერიოდში ნამდვილად მართლა ყველაზე ძლიერი მოთამაშეა მაინც ეს ჯორჯია აღმოსავლეთში, პლუს ამას ქრისტიანული ქვეყნის შესახებ საუბრობთ ჩვენ და ქრისტიანი კარტოგრაფისტვის უფრო პრიორიტეტული არის, რომ ამას გაუსვას ხაზი. ეგ კი არა რახან პორტოლანებზე საუბრობდით წეგან მაშინ და დროშა ვახსენეთ, ახლა უნდა ვთქვათ, რომ აი მე-18 საუკუნის ცნობა, როდესაც საუბარია იმაზე, რომ აღმოსავლეთში კიდევ ერთი ხალხი არსებობს, რომლებიც ქრისტიანები არიან, წმინდა გიორგს ემენ განსაკუთრებულ პატივს, იერუსალიმში შედიან გაშლილი დროშებით. აი ეს მე-18 საუკუნის ცნობა გვხდება მე-17 საუკუნის ბოლოს შექმნილ ფრანგულ რუკაზე. ილუსტრაცია არის დატანილი და აქვე ვეთყვი ჩვენს მაყურებელსაც, რომ მაპა კარტოგრაფიკას სივრცეში ამ რუკის ორიგინალის ნახვა შეუძლიათ 1696 წლით თარიღდება ეს რუკა. ანუ იმის თქვა მინდა, რომ მე-18 საუკუნიდან 500 წელია ხო პრაქტიკულად გასული და მაინც ჯდება ეს რუკაზე ეს აღნიშვნა. შესაბამისად აი ამ კონტექსტშიც ჯორჯიის და კოლხეთის ერთად არსებობა და ასევე ჯორჯია როგორც მთელი რეგიონი ჩვეულებრივი ამბავია ევროპული კარტოგრაფიისთვის. ეს არნიშნავს იმას, რომ უცებ ხრება კოლხეთი და იბერია რუკებიდან, იმიტომ რომ 1311 წელს რო ქმნის პიეტრო ვესკონტი ამ რუკას, პტოლემეოსის თავიდან აღმოჩნდა ჯერ კიდევ წინა აქვს ევროპულ კარტოგრაფიას, ხო, რეალურად. კი, ისე უბრუნდება ამ ყველაფერს. ოღონდ აი პორტოლანის ტიპის რუკებზე ჯორჯიის აღნიშვნა და ვთქვათ სამეგრელოს აღნიშვნა, როგორც დასავლეთ საქართველოს საერთო სახელის აღნიშვნა, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია უკვე ამ პერიოდში. და ასევე რაც ძალიან კარგად ჩანს ევროპულ კარტოგრაფიაში, აი ამ ვესკონტეს რუკის შემდეგაც, როდესაც კოლხეთი და იბერია ორივე ხრება რუკებიდან, იბერია თუ პატარა ჯორჯიის აღნიშვნა არის, ყოველთვის აღინიშნება ჯორჯიით, ხოლო დასავლეთ საქართველოს ანუ კოლხეთი აღინიშნება სამეგრელოს სახელით. ანუ პირველად ეს ორი ჩდება
ჯორჯია და სამეგრელო მინგრელია, ან მენგრელია გააჩნია რომელ ენაზეა შესრულებული და მე ჯორჯია მთლიანად ვრცელდება ამ ტერიტორიაზე და ეს ძლიერი მოთამაშის როლი აქ მნიშვნელოვან ვთქვათ ფუნქციას ასრულებს მთელ სამ პროცესში. იცი რა არის საინტერესო? აი საქართველოს შედარებით რეალისტურად როდიდან ჩდება ევროპულ რუკებს. მოდი ვთქვათ ესე რომ აი მე-17 საუკუნის ევროპულ კარტოგრაფიას თუ ავიღებთ და შევადარებთ ერთმანეთს ფრანგულ, ჰოლანდიურ და იტალიურ რუკებს. მე-17 საუკუნის ბოლო 1680-90-იანი წლები. იტალიური რუკები ბევრად უფრო კორექტულია, ვიდრე ჰოლანდიური და ფრანგული. მაგალითად, პიერ დიუვალი იყო პირველი ევროპელი კარტოგრაფი, ვინც ჯორჯიას ცალკე რუკა მიუძღვნა. 1671 წელს შექმნილი რუკა არსებობს, მინიატურული რუკა არის, მაყურებელსაც შეუძლია ნახოს ეს რუკა, ეხა კადრშიც და ასევე შეუძლია ნახოს ჩვენთან გალერეაშიც, რუკის ლეგენდაში წერია მხოლოდ ჯორჯია. და ეს ნიშნავს პრაქტიკულად იმას, რომ მთელს რეგიონზე არის აქცენტი, იმიტომ რომ საკუთრივ რუკაზე ჯორჯია აღარ არის გადატანილი, მე გურჯისტანი ხდება, კარდუველი ხდება, კახეთის აღნიშვნა ხდება და სხვადასხვა აღნიშვნები ხდება, აქეთ სამეგრელოს აღნიშვნა ხდება, მაგრამ აი ეს ჯორჯია გადატანილი არ არის. ეს ერთი. იტალიური რუკები და მთავარი ამბავი აქ რა არის, რომ აი ამ რუკაზეც კი მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯიაზეა ფოკუსირებული და პიერ დიუვალის მასწავლებელი ნიკოლა სანსონი, ვინც ფრანგული კარტოგრაფიის მამად მიიჩნევა და რაღაც სამოყვარულო კარტოგრაფიიდან რეალურ ბიზნესად და კარტოგრაფიად აქცია საფრანგეთში, სანსონმა აქვს ესეთი რუკა ტურკომანია, ჟეორჟია და კომანია. იქაც ორივე ამ რუკაზე სევანის ტბა არის მოთავსებული სადღაც გორს და თბილის შორის. კლასიკური ესე ვთქვათ კუთხით თუ შევხედავთ, შეიძლება ეს სევანი არ იყოს, მაგრამ ყველაზე დიდი ალბათობით სევანი, იმიტომ რომ ამ რეგიონში მეტი ასე დიდი ტბა არ არის. ვიღაცებმა მითხრეს, რომ შეიძლება ყოფილიყო ნადარბაზევის ტბა, გორში ხა ის წყალსაცავია დღეს, მაგრამ არა აქვს ამხელა ხო ამხელა მით უმეტეს ხა მართლა რომ ამხელა ყოფილიყო იმ დროს გვეცოდინებოდა, მაგრამ იქ იმდენი სხვა არასწორი ლოკალიზებაა, რომ შეუძლებელია რომ ეს ტბა სწორი ლოკალიზებით ყოფილიყო და სხვა რაღაცეები შეცდომით ყოფილიყო. თბილისის ქვემოთ წერია კახეთი მაგალითად იმ რუკაზე დაღესტანი ასევე. და რატომ ვამბობ ახლა ამას? როცა ამ შეცდომას უშვებს ფრანგული და ჰოლანდიური კარტოგრაფია, იმავე პერიოდის იტალიური კარტოგრაფია უფრო კორექტულია. და ამას აქვს თავისი ახსნა. იტალიელები ცნობებს იღებენ იტალიელი მისიონერების გავლით. მაგალითად, მე პირად კოლექციაში მაქვს სპარსეთის იმპერიის რუკა და ამ რუკაზე საკმაოდ დეტალური ცნობები არის, მათ შორის საქართველოს შესახებ ძალიან საინტერესო რუკა არის. ზღვაში ასევე აღნიშნულია მარე დე გურჯისტან, კასპიის ზღვაში და ეს ცალკე თემა არის კიდე, როცა ზღვებზე საუბრობთ, მაგრამ რაც თავარია რუკის ლეგენდაში კარტოგრაფი ჩამოთვლის იმ მოგზაურებს, ვის ინფორმაციასაც იზიარებს. უწერია ერთი არის ადამ ოლეარიუსი, პიეტრო დელავალ და პიეტრო დელავალემ სპარსეთშია, მეუღლეც ქართველი ყავდა, მე მგონი, ხო? და განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს კარგად იცის. რის რუკა 1600-ების ბოლოს არის დაბეჭდილი იტალიაში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვინ რა წყაროს იყენებს, რა ცნობებს ეფუძნება, ამავე პერიოდში იქმნება სამეგრელოს რუკა, კათოლიკო მისიონერების მიერ, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება ევროპაში და არაერთი გამოცემა არის. გარდა იტალიური გამოცემისა არის ამსტერდამული, ნიუნბერგული და ლეიდენური გამოცემები ასევე და აი აზიის თემაზე მომზადებულ ყველა წიგნში პრაქტიკულად აი ოლფერ დაპერევი ცნობილი გამომცემელია ამ პერიოდში და აზიაზე ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი აქვს მე-17 საუკუნეში შექმნილი, იქაც ვხედავთ ამ რუკას ჩვენ წარმოდგენილი. მაგრამ აი ეს დეტალიზაცია და გამართვა და გასწორება ძველი შეცდომებისა მაინც უფრო ფრაგმენტულია ამ რუკებზე. მთავარი ამბავი იწყება მას შემდეგ, რაც სულხან საბა ჩადის ევროპაში და აი ჩვენთან რო წარმოდგენა აქვთ, რომ მუხრან მაჭავარიანის ლექსით, რომ სულხან საბას, ალოდინეს და რაღაცა, მე არ ვამბობ ახლა ლექსის მხატვრულ ღირებულებას და სტილისტიკას. ეს ცალკე მსჯელობის საგანია და სხვებმა შეიძლება ისაუბრონ, მაგრამ სხვა მხრივ ფრანგული არქივების თანახმად ბევრად სხვა მოცემულობა იყო. კი, მაქვს ნანახი მოსმენილი და ახლა უბრალოდ მინდა რუკის კონტექსტში გავაკეთო აქ პარალელი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. 1723 წელს სულხან საბა უკვე დაბრუნებულია საქართველოში, კი არა, მე მგონი წასულიც არის, ხო, ემიგრაციაში 23 წელს ვახტანგ მე-6-ე და საფრანგეთში იბეჭდება გიომ დელილის კასპიის ზღვის მეზობელი რუკა. ეს არის პირველი დეტალური რუკა ჩვენი რეგიონის შესახებ, როცა ფრანგებმა ბოლოს და ბოლოს ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეს რუკაზე. იქ ფარავანიც გამოჩნდა, საღამოს ტბაც გამოჩნდა. ეს რუკა იმითი არის უნიკალური, რომ რუკაზე დანელია გზები, ხიდები, ეკლესია, მონასტრები და ბევრი ქართული ტოპონიმისთვის ეს არის დაბადების მოწმობა ევროპულ კარტოგრაფიაში. მაგალითად, აჭარა, მაჭახელი, არგვეთა, ოკრიბა, თუშეთი პირველად ჩნდება ამ რუკაზე. ცხადია, ეხა სამეგრელო
იმერეთი და მსგავს თქვა აფხაზეთი და მსგავს ტიპის რეგიონები და სამთავროები, კახეთი, ქართლი უფრო ადრეც არის, მაგრამ აი ეს პატარა აღნიშვნები მე შემოვიდა გურიაც ადრე არის ბუნებრივი აღნიშნული. და რატომ არის ახლა ეს რუკა მნიშვნელოვანი და რატომ გახდა ეს დეტალური და ზუსტი? რუკის ლეგენდაში პირდაპირ წერს გიომ დელილი, რომ ამ რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა იმ ცნობების საფუძველზე, რომელიც მას გაუზიარა სულხან საბამ ქართველმა თავადმა. და აი ეს ორბელიანების სათავადოც ასევე აღნიშნული არის რუკაზე. ერთადერთი სათავადო არის, რომელიც რუკაზე არის აღნიშნული და ორბელიანის ძმა არის, მე მგონი ასევე მონიშნული რუკაზე ამ მამულთან დაკავშირებით. ეხლა რაში ჭირდებოდათ ფრანგებს ეს რუკა? საერთოდ მოდი ესე ვთქვათ, ხო, რატომ გაუშვათ, რატომ აღარ აკმაყოფილებდათ მანამდე არსებული რუკები ფრანგებს, რაც ჰქონდათ, ხო? რაში უშლიდა ეხლა ხელს სევანის ტბა გორს და თბილისში შორის იქნებოდა თუ სევანის ტბის ადგილას, რა ტრაგედია იყო? თუ არ აინტერესებდა ეხლა დიდი ხო? ლუდოვიკო უკვე გარდაცვლილია 14-23 წელს, მაგრამ მთავარი აქ ამბავი ის არის, რომ არც შარდენის მოგზაურობა და არც ტურენფორის მოგზაურობა არ არის მხოლოდ მოგზაურობა. ეს არის ერთგვარი წინაპირობა, რომ ფრანგებმა მეტი გაიგონ რა ხდება ამ რეგიონში. რატომ? იმიტომ რომ ლუდოვიკო მე-14 მითის რომ ზღვით ვერ შეავიწროვებს ვერც ინგლისელებს და ვერც ჰოლანდიელებს, ზღვაზე ისინი დომინირებენ და აი ახლა ვთქვათ სპარსეთის სრუტეში, იქით სპარსეთისკენ, მერე ინდოეთისკენ, ჩინეთისკენ ვაჭრობის გაზრდა თუ გინდა შენ, ალტერნატივა უნდა მოძებნო საზღვაო გზისგან მიღმა სადღაც და ეს ალტერნატივა შეიძლება ყოფილიყო სახმელეთო გზა, მაგრამ სახმელეთო გზა რეგიონის, რომელზეც უნდა გაევლო ამ კონკრეტული რეგიონის დეტალური რუკის გარშე პრაქტიკულად იყო წარმოუდგენელი და ვის და სულხან საბაზე უკეთ არავის არ შეეძლო ეთქვა და მოეყოლა ფრანგებისთვის ამ რეგიონში სად თქვათ ბამბა შეიძლება შეეძინათ ფრანგებს, სად თქვათ პრობლემა შეიძლება ყოფილიყო და რაც ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როცა სულხან საბა ჩადის ამ დიპლომატიური მისიით, ის ხომ ქართლის სამეფოს წარმოადგენს რეალურად, მაგრამ წასვლამდე გარკვეული პერიოდი სამეგრელოში ჩერდება და მარტო არ მიდის იქ სამეგრელოდანაც ახლავს მას წარმომადგენელი. ანუ იმის თქვა მინდა რომ თუ ეს გზა იმუშავებდა და შეთავაზება რეალური გახდებოდა, ქართლამდე ხომ უნდა მოსულიყო საქონელი, ხო? ეს მნიშვნელოვანი იყო, რომ მინიმუმ სამეგრელო და იმერეთი გაევლო ასევე ამ გზასა გადმოსულიყო მერე ქართლში. ნებისმიერ შემთხვევაში სულხან საბა არის ადამიანი, ვინც პირველად ხელი შეუწყო დეტალური ევროპული კარტოგრაფიის შექმნას ჩვენი რეგიონის შესახებ. მე შორს ვარ იმას რისკან რომ ჩვენ რაღაც დიდი კონტრიბუცია გვაქვს ევროპულ კარტოგრაფიაში, ისეთი როგორც ვთქვათ ფრანგებს, ინგლისელებს, ან გერმანელებს, იტალიელებს, ან ესპანელებს შეუტანიათ, თუნდაც ან ჰოლანდიელებს, ხო? მაგრამ ჩვენი რეგიონის შესახებ კი როგორი საქმე გვაქვს გაწეული და მნიშვნელოვანია რომ სულხან საბას აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული. ჩვენ არ ვიცით სულხან საბამ რა ჩაიტანა, ეს იყო რაღაც დაწერილი ცნობა თუ რაღაც რუკის ერთგვარი წინაპირობა იყო, ხო, რაღაც მონახაზი იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გიომ დელილი ახსენებს, რომ სულხან საბას მანუსკრიპტების საფუძველზე ვაკეთებ მე ამ ყველაფერს და სხვა ადამიანებიც ყავს ჩამოთვლილი, ერთი გრუზიუსი ყავს ნახშენები ვიღაცა, მაგრამ ფაქტია, რომ სულხან საბა არის პირველი აღნიშნული ამ ყველაფერში. და ეხლა რა ხდება ამ რუკის გამოცემის შემდეგ? დაახლოებით 1723 წლიდან 1766 წლამდე ევროპაში ეს რჩება მთავარ რუკად ჩვენი რეგიონის შესახებ. ნუ მე კოტენსებმა ამსტერდამში გამოსცეს დიდი რუკა, რომელიც ეგეოსის ზღვიდან მოყოლებული ინდოეთამდე ჩადის, მთელს ხმელეთს მოიცავს და ჩვენი რეგიონის ნაწილში იქაც ეს სულხან საბას მონაწილეობით შექმნილი რუკა არის გამოყენებული და სხვაებიც იყენებენ ამას ამ ყველაფერს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ სანამ 1766 წელს ევროპაში სხვა რუკა დაიბეჭდება კიდევ უფრო დეტალური ჩვენი რეგიონის შესახებ, 1745 ან 46 წელს ახლა შეიძლება მეცლებოდეს, იყო ეგეთი კაცი ემანუელ ბოუენი, ინგლისელი კარტოგრაფი, რომელიც ერთი პერიოდი იყო ლუდოვიკო მე-15 სამეფო კარტოგრაფი. მერე ბრუნდება ინგლისში და გამოსცემს კასპიის ზღვის რუკას. ახლა კასპიის ზღვის რუკა, რასაც ბოუენი გამოსცემს, ამ რუკაზე საერთოდ არაფერი არ არის საქართველოს შესახებ, ანუ მხოლოდ კასპიის ზღვა არის და ეს ხმელეთი კასპიის ზღვის ირგვლივ ჯორჯიასთან ვერაფერს მსგავს ვერ ვნახავთ. თუმცა რუკის ლეგენდაში უწერია From the Memories of Sofkan Sabas, Prince of Georgia. ანუ სულხან საბა კაიხნის გარდაცვლილია, პირადად არ იცნობდნენ ერთმანეთს, როცა აი ეს ემანუელ ბოუენი ჩადის პარიზში, სულხან საბა იქ უკვე დიდი ხანია აღარ არის და მაინც ქმნის რუკას რაღაც წლების შემდეგ და მანუსკრიპტზე დაყრდნობით, ხო? ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ გამოიყენა ეს ცნობები, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ამბობენ, მეორე მსოფლიო ომის დროს ან განადგურდა, ან დაიკარგა. ილია ტაბაღუას აქვს თავის დროზე ნაკლები ეს ყველაფერი და ეხლა მაშინდელი არქივების მოცემულობა აბსოლუტურად სხვა იყო, კატალოგიზაცია და დღეს აბსოლუტურად სხვა არის. შეიძლება სადმე ეს კიდეც იყოს შესაძლებელი, რომ მიგნებული იყოს და ნაპოვნი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ემანუელ ბოუენსაც მადლობა უნდა უთხრათ ეს საუკუნეების შემდეგ, რომ აი ზღვაწლი რაც სულხან საბამ გასწია, დაუფასა და მისი ცნობები რაც გამოიყენა ამ რუკაზე ასევე სულხან საბა აღნიშნა.
სულხან საბა არის ერთადერთი ქართველი, ვინც სახელობითად არის აღნიშნული ამ ევროპულ რუკებზე. თუმცა კიდევ ერთ ქართველს ჰქონდა ამისი შანსი და ჩვენ ვიცით ვინც არის ეს ქართველი და ახლავე ამ თემაზეც ვეტყვით ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, მაგრამ აი გიომ დელილის ძმა ჟოზეფ ნიკოლა დელილი ცოტა უფრო ძუნწი აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით და ახსენა ქართველი პრინცი, მაგრამ არ ახსენა სახელი და გვარი. ცხადია ეს არის ვახუშტი ბატონიშვილი და 1766 წელს ევროპაში პირველად იბეჭდება პარიზში ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს რუკი, სამეფოს რუკის, ალბათ უფრო ასე უნდა ვთქვათ, პირველი ევროპული გამოცემა. მაგრამ საინტერესო ის არის ამ რუკაზე, რომ ტოპონიმიკა არის ქართული, მაგალითად წერია აფხაზეთი, ზემო ქართლი, ტრაპიზონის ალაგი. ან პირდაპირ არის იმისგან ვიღებული შეკითებული. ჩდება საიდან თარგმნა ფრანგმა კარტოგრაფმა ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ ვენეციური გამოცემაც არის 1775 წლის და არც ამ ფრანგმა და არც იმ ვენეციელმა, ვინც ეს გამოსცა იქით მერე სანტინმა, არც ერთ მარიცის ქართული. და აქ მგონია რომ გასაღები ვიპოვეთ როგორ მოხდა. ერთია რომ ვახუშტი ამ დროს ემიგრაციაშია და აი ეს დელილი ჟოზეფ ნიკოლა რუსეთში იმყოფება და იქ ხდება მათი გაცნობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვახუშტი გვერდით მიუჯდა და სიტყვასიტყვით ათარგმნინა ეს ყველაფერი. სულ ცოტა ხნის წინ და ამას ახლა ესე ვიტყვი როგორც პირველად ამ პოდკასტში ჩვენ შევიძინეთ 1766 წელს პარიზში დაბეჭდილი თბილისის გენერალური გეგმა, ეს არის ვახუშტის თბილისის გენერალური გეგმა, ფრანგული გამოცემა, რომელსაც თან ახლავს დაახლოებით 8 გვერდიანი აღწერა. ოღონდ ეს აღწერა უკავშირდება აი ის რუკა, რაც ვახსენეთ ჩვენ 1766 წლის საქართველოს რუკა, რასაც ბეჭდავენ პარიზში, აი ამ რუკის ისტორიას ყვება ეს ტექსტი. და რა წერია აქ? ჯერ ეს არ ჩამოსულა, მაგრამ ის ერთი გვერდი რაც ხელმისაწვდომი იყო საჯაროდ, როდესაც ამ რუკას ყიდულ ამ იქ წერია რუკის თარგმანი, რომელიც შესრულდაო, აი ეს თარგმანში ეხმარებოდა ვახუშტის მდივანიო, აი ამ ფრანგ კარტოგრაფსო. ნუ ეხლა დაგვრჩა ეს მდივანი ვინ იყო, ეგ გავიგოთ და პრინციპში გვეცოდინება ვინ ჩადო ასევე ძალიან დიდი წვლილი ასევე ამ რუკის თარგმნაში. ვახუშტის რუკის თარგმნა რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრაქტიკულად ის იმეორებს ვახუშტის ისტორიას და გეოგრაფიას. აი მაგალითად მე წარმოშობით ვარ აჭარიდან და პირველი აჭარიდან რაც ხდება რუკებზე ეს არის ქედა და უკავშირდება ვახუშტი ბატონიშვილს. დიმიტრი ბაქრაძე როცა მე-19 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მოგზაურობს აჭარაში, ჯერ კიდევ ოსმალეთის მმართველობის დროს უწერია ეგეთი რაღაცა, რომ განსაკუთრებით მაინტერესებდა ქედა, ერთადერთი დასახლებული ადგილი, რომელსაც ვახუშტი ახსენებს თავის წყაროებში და უწერია ეგეთი რამე, ქედა არს მცირე დაბა, ცხოვრობენ ვაჭარნი. და მართლაც თუ შეხედავთ აჭარას ვახუშტის რუკაზე, აი ფრანგულ და ვენეციურ გამოცემაში არის ლოკალურად აიწყება სადღაც ჭოროხის და აჭარისწყლის შესართავიდან და მხოლოდ ქედა არის აღნიშნული. იქ ერგე, ბათუმი ესენი არ არის, თქვათ აჭარის ნაწილი იმ რუკაზე. და ყველა ევროპული რუკა, რომელიც შემდგომში აი ამ ერგეს, ქედას და ესეთ აღნიშნებს, თქვათ ალამბარს და მსგავს აღნიშნებს, თუმცა ალამბარი მე მგონი სულხან საბას რუკაზეც ხდება, თუ სწორად მახსოვს, შეიძლება ვწდები ახლა. ანუ ბევრი რამ რაც ვახუშტის რუკაზეა და შემდგომში ხდება ჩვენ სხვა გამოცემებში, სხვა ევროპულ რუკებზე, მაგალითად არის ვოგონტის შავი ზღვის რუკა, რომელიც საერთოდ არ იცნობდა ვახუშტის და აი ამ შავი ზღვის რუკაზე უწერია აფხაზები, ზემო ქართლი. ანუ მთავარი ამბავი აქ არის ის, რომ ევროპული კარტოგრაფია და განსაკუთრებით ფრანგული კარტოგრაფია ვახუშტის რუკის დაბეჭდვის შემდგომ ჩვენი რეგიონის აღსანიშნავად და ფრანგები ამაში მთავარი კარტოგრაფები არიან მე-18 საუკუნეში, ეს არის მეფე კარტოგრაფია ევროპული კარტოგრაფიისა, იყენებენ ქართულ ტოპონიმიკას. და ეს დაახლოებით გრძელდება 40-50 წელი უწყვეტად. 1810-იან წლებში შექმნილ რუკაზეც კი ვნახავთ აი ამ ქართულ აღნიშვნებს, მაგრამ პარადიგმა და სამყარო იცვლება 1800-იანი წლებიდან, როდესაც რუსეთის იმპერია მოდის და აი ეს ქართული აღნიშვნები ასევე ხრება და იკარგება. ის რომ ჩვენ ადრე უკვე ამ ჩვენი საუბრის დროს შევეხედავ თქვით რომ კავკასიას რეგიონის სახელად არ იყენებენ ევროპელები მე-19 საუკუნემდე ეს ძალიან კარგად ჩანს ევროპულ რუკებზე ან რუკის ლეგენდაში რომ ეს რაღაცა ეწეროს რომ კავკასია არის საერთო სახელი ესეთი რუკა პრაქტიკულად აი ძალიან იშვიათი ყოველ შემთხვევაში მე რაც მიძებნია და საკმაოდ ბევრი რუკა მინახავს ესეთი რამე არ არის მაგრამ 1802 წლიდან ევროპაში ჩდება რუკები ვაიმარში დაბეჭდილი რუკებზე და უკვე პირდაპირ წერია რომ ეს არის კავკასიის მიწების რუკა და ცხადია აქ რუსეთის იმპერია არის მთავარი მოთამაშე და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო სამხრეთში მოიწევს მე 1820-იანი წლებიდან ეს არის რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთს შორის ასევე ირანს შორის ომები რაც იყო როცა ახალციხე ერევანი წაიღო ასევე რუსეთმა ამ დროიდან უკვე პრაქტიკულად აი ეს ჯორჯიის გაიშვიათება ხდება არათუ ცალკე აღებული საუბარია იმაზე რომ მაგალითად ეს ქართული ტოპონიმიკა ხრება ხო რუკებიდან ასევე ხრება ჯორჯიის აღნიშვნა უკეთეს შემთხვევაში აღნიშნავს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს სამაგიეროდ შემოდის გრუზია ეს აღნიშვნა აი 1840-იანი წლებიდან როცა უკვე იქმნება
გუბერნიები იქ დიდი ასობით ხდება აღნიშნები ქუთაისის და თბილისის და ასევე სხვა გუბერნიებისა. ანუ იცვლება ეს სამყარო და ზოგადად ჩვენ დასაწყისში როცა ვთქვით რომ კარტოგრაფია ხშირად სუბიექტურია, გარდა სუბიექტურისა მე-19 საუკუნეში იმპერიები თავად კარნახობენ წესებს კარტოგრაფიას როგორი უნდა იყოს და რა აღნიშნები ინფორმაციაც მეტია ახლა გაცილებით. კულტურად, აი მაგალითად მე-19 საუკუნეში ფანტასტიკური რუკები არის გერმანული კარტოგრაფიული სკოლის მიერ შექმნილი ჩვენი რეგიონის შესახებ, ძალიან დეტალური, მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორე მხრივ რო ვუყურებთ ეს არ არის ჯორჯიის რუკა. ერთი რო აწერია ამას უკვე კავკასია ან კავკასოს გააჩნია თქვა თუ ეს გერმანული ან ფრანგული ან ინგლისურია და მეორე დიდი აღნიშვნები ქუთაისის და იგივე თქვა თბილისის, რომელიც გუბერნიებს უკავშირდება და არა აი ამ თქვა ქვეყანას ან ხალხებს, რომლებიც არ ემორჩილებენ რუსეთის იმპერიას. ფაქტობრივად უნდა ვთქვა ისიც რომ მე-19 საუკუნიდან რუსული იმპერიული რუკები ძალიან საინტერესოა. ჩვენ მაპა კარტოგრაფიკაში აქცენტს რეალურ ევროპულ რუკებზე ვაკეთებთ ორი მიზეზით. ერთი ის რომ ადამიანებმა შედარებით ნაკლები იციან ნამდვილი ევროპული რუკების შესახებ და მეორე კიდევ რუსული იმპერიული კარტოგრაფია მაინც აქეთ მე-18 საუკუნიდან დაწყებული პროდუქტია ხშირ შემთხვევაში და არა უფრო ძველი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხო, ასევე. მაგრამ რითაც გამოირჩევა აი ჩვენი რეგიონის შესახებ რუსული იმპერიული რუკები, არის ორი ამბავი. ხშირად კავკასიის თემაზე შექმნილი რუკები იბეჭდებოდა თბილისში, ერთი და მეორე ეს არის რაც ძალიან სამწუხაროა, ამ რუკებზე არის დატანილი ცნობები წლების მიხედვით, რომელი ტერიტორია როდის გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი. თითქოს ისე რომ რაღაც ვიღაცა თავისნებით შეუვერთა თავისნებით მივიდა, მაგრამ ესეც იმპერიული პოლიტიკის და რბილი ძალის შედეგია. ხო, ვინ როგორ აღიქვამდა ამ ყველაფერს. ანუ მე-19 საუკუნიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი იყო იმპერია, რუსული იმპერია იყო ერთადერთი ქვეყანა, ვინც სადა ჯორჯიის გაქრობა ევროპული კარტოგრაფიიდან, მას შემდეგ რაც 1311 წელს პიოტრ ვესკონტემ პირველად შემოიტანა ჯორჯია როგორც მნიშვნელოვანი აღნიშვნა, როგორც ქვეყნის ასევე რეგიონის. 19 საუკუნის ევროპული კარტოგრაფიისთვის ანტიკური სამყაროს თემატიკა აღარ არის საინტერესო. თუ მე-17 საუკუნეშიც კი ნებისმიერი ესეთი პატრიცემული კარტოგრაფი საჭირო თვლიდა რომ მინიმუმ ორი მიმართულებით უნდა ემუშავა, ხო? ერთი ეს იყო ანტიკური სამყაროს თემატიკა ევროპულ რუკებზე და ასევე მისი თანამედროვე კარტოგრაფის თანამედროვე სამყარო. მე-19-ში ეს აქტუალური აღარ გადაღეჭილი თემაა და ვერაფერს ახალს იქ ვერ დაამატებს შენ პრაქტიკულად. რეალობის ახმა და აი მაგალითად წარმოიდგინეთ გერმანული რუკები მე-19 საუკუნის 60-70-იანი წლების, რომელიც ჩვენს რეგიონს უკავშირდება 80-იანი წლებისა, აი ყირიმის ომიდან რომ მოუყვეთ, ხო? პრაქტიკულად ყოველი რაღაც მოვლენის შემდეგ ეს რუკა ისევ იბეჭდება, ატლასი ისევ იბეჭდება, გამოდის თითქმის აი გერმანული ატლასები არსებობს, რომელიც ყოველ წელს გამოდიოდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან და აი ეს უკვე იქ აი ყირიმის ომის შედეგები არის გათვალისწინებული 1778 წლების ომის შედეგები არის გათვალისწინებული, ანუ ყველაფერი ძალიან სწრაფად დაისახება და განსხვავება არის მხოლოდ ეს საზღვარი, რომელიც მონაცვლეობს ან სამხრეთში ან დასავლეთში ან პირიქით თქვა სხვა მიმართულებით. და ეს დამახასიათებელია უკვე მე-19 საუკუნის ევროპული კარტოგრაფიისთვის, ხო, რატომ? იმიტომ რომ ყირიმის ომის დროს საერთოდაც უკვე კორესპონდენტები ყავთ თავიანთი ამ ფრონტზე წარგზავნილი, ჩანახატები მზადდება, ილუსტრაციები კეთდება, ილუსტრირებული პრესა გამოდის და უფრო ესეთი ახმადია ეს ყველაფერი და თუ პრესა ამბობს ამას, თუ ბეჭდავს, თუ ვიზუალურ მასალას გთავაზობს, შეუძლებელია რომ ამან კარტოგრაფიამ არ აუწყოს ამ ყველაფერს ფეხი. აი რასაც ამბობდი აი ნაპოლეონის პერიოდზე მაგ პერიოდის ევროპულ კარტოგრაფიაში მე კი ვთქვი რომ ეს კავკასია ჩდება რეგიონის სახელად, მაგრამ მაინც ჯერ ისევ პოპულარული არის 1800-იანების დასაწყისი 10-იანი და 20-იანი წლები სახელწოდება რუკის ლეგენდაში გამოყენება ქვეყნები ან მიწები შავი და კასპიის ზღვებს შორის. ეს უფრო წამყვანი არის და აი გამბას მოგზაურობის ატლასიც კი და თვითონ გამბას მთელი წიგნიც, რომელიც პრაქტიკულად ეხება ამ ჩვენს რეგიონს, ხო? თავიდან ბოლომდე 1822-24 წლები 26-ში გამოცემულ ატლასში და აი მორტომეულში და რუკაც არის, იქაც იგივე აღნიშნვა, იქ არ წერია გაჭრილად რომ კავკასიაზეა საუბარი. საუბარია შავი და კასპიის ზღვებს შორის არსებულ ქვეყნებზე და ტერიტორიაზე. ბუნებრივია გამბა მიწის რომ აქ რუსეთის იმპერიაა უკვე და პირიქით ძალიანაც მადლიერია, იმიტომ რომ ყველანაირი ხელშეწყობა აქვს პირველ ეტაპზე, როცა შეღავათიან ტარებს იღებს საფრანგეთი, ვიდრე 1828 წლამდე, ხო? სანამ ეს მთელი ახალციხე და მთელი ეს ერევანი არ წაართვა დანარჩენ სხვა იმპერიებს, მანამდე ეს ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ მაინც რუკაზე ამ რეალობას ითვალისწინებს ჯერ კიდევ მით უმეტეს ჩრდილოეთში ესე მარტივად არ აქვს რუსეთს საქმე, კავკასიის მთების გადაღმა და იქ ჯერ კიდევ ბევრი თეთრი ლაქა არის რუსეთის იმპერიისთვის.
კავკასიის ომის ანამარ დამთავრდა, იქ ხო არ იყო ჯერჯერობით კიდევ რუსული კავკასიას ვერ უწოდებდა. კიდევ მერე ვიდრე 60-იან წლებამდე გრძელდება ფაქტობრივად იქ ეს დაპირისპირება. აი ხა ერთი რაღაცა გამახსენდა, როდესაც საუბრობდით იმაზე, რომ აი მაგელანი როცა წამოვიდა ესპანეთში, პორტუგალიელები პირველი იმის ნახეს რუკები ხო არ წაიღოოთ, ანუ ხო? არის სხვადასხვა აი სვენერსაც ყოველს ურჩევ ხოლმე და პოდკასტზე მაგის განხილვას კი მაქვს შეწეული, არსებობს ესეთი სერიალი შოგუნი, რომელზეც წიგნია ძალიან ცნობილი, ჯეიმს კლეველის წიგნი შოგუნი, რომელიც ხართულად ითარგმნება, უნდა გამოვიდეს. იქ არის ესეთი ეპიზოდი, როდესაც ევროპელი, ანუ ბრიტანელი უხსნის ამ შემთხვევაში მომავალ შოგუნს ტორანაგას, ლორდ ტორანაგას როგორ ჩამოვიდა აქ, ანუ იაპონიაში როგორ მოხდა და ის ესეც რაღაცას ამბობს, რომ ჩვენ რომ მოვედითო, შემოუარეთო, აი ეს ისეთი გზით გამოვიარეთო, რომელსაც პორტუგალიელებიო არ აკონტროლებენო, მაგელანის გზა გამოვიარეთო ჩვენო. ხო, იმიტომ რომ აქ რო გამოგვევლო აზიაშიო, იქო მაგათი ბაზებიაო, პორტუგალიელებისაო, მაკაოშიო, იქო და საშიში იყო ჩვენთვისო. ამიტომ ისეთი გზით წამოვედითო და ეს ჩვენ ერთადერთი ვართო ევროპელების, ანუ ვინც ეს გააკეთაო პორტუგალიელების გარდაო, იმიტომ რომ მამასო პორტუგალიელები საიდუმლოდ ინახავენო, როგორ უნდა მოხვიდი აქამდეო. და შესაბამისად ჩვენო აი გავარღვიეთო, ეგ წერეო, ოღონდ ისე მოვედითო, რომ აი თან გზა ავერიდეთო, მოკლედ ამ პორტუგალიელებს, ანუ მაშინ ეს გარკვეულწილად სანაოსნო ინფორმაციაც იყო საიდუმლოება ხოლმე იმისთვის, რომ ვინც ადამიანები მივიდოდა, ხოლო პორტუგალიელებსა და ესპანელებს ყველაზე მეტი ქონდათ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს საზღვრების გაჩენათ მას დაპირისპირებას უკავშირდება რუკებზე. აი ტორდესიასის ხაზი რო გაავლეს და მე სარაგოსას იყო. მე ვის დარჩა ბრაზილია, ეგ კარგად ვიცით, მაგრამ თავის დროზე ბრაზილიამდე ესპანელებს შეებოდა დიდი ნაწილი იქით, რაც დღევანდელი ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკის სახელით არის ცნობილი და აქეთ პორტუგალიელებს აფრიკა და მთელი ეს ხო, აზია და იაპონიაც მათ ნაწილში მოხვდა და შესაბამისად ისინი აი მონოპოლია ჰქონდათ იაპონიაზე გარკვეულწილად რა. ამიტომაც არის რომ აი კარტოგრაფიასთანაც და იმ პერიოდის აი სანაოსნო რუკებთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ეს თემა. დანარჩენი ხა მე ურჩევ თვითონ ჩვენ სმენელს რომ მოვიდნენ დაათვალიერონ რუკები, იმიტომ თითოეული რუკა რაღაც ამბავს ყვება აქ რა, აბსოლუტურად ყველა. იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა პერიოდშია შექმნილი, ყველაზე სხვადასხვა პრიორიტეტებია და იმის მიხედვით არის დატანილი ყველაფერი ზედ და ამავე დროს თქვენ ნახავთ აი როგორ განსხვავდება თუნდაც აი საუკუნეების მიხედვით მე-15, მე-16, მე-17 საუკუნეში და როგორ ივსება ნელ-ნელა ხო რაღაცა პროცესს ვადევნებთ თვალს თითქოს როგორ ხდება ინფორმაციის უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, რის შემდეგაც აი ტრანსფორმირება ხდება რუკებისა არა მარტო ფორმებით, ანუ როგორც რეალურთან ახლოს რომ მოდის, არამედ იმ პუნქტებით, რომელთაც ზედ არის დატანილი ხოლმე. შესაბამისად აი აქ ამას ძალიან მარტივად მოახერხებთ. იმ დროინდელი სამყაროს საქმაზე შტაბ-ბიჭდილება დამუყალიბდება. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ვინც ჩვენს გალერეას სტუმრობენ, პრაქტიკულად შეუძლიათ უწყვეტად ნახონ ანტიკური სამყაროდან მოყოლებული მე-19 საუკუნის ჩათვლით. ჩვენ პირველი რესპუბლიკის დროს შექმნილი ქართული რუკაც გვაქვს კოლექციაში, უბრალოდ ეხლა არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია ყველა რუკა ერთად განვათავსოთ ამ სივრცეში, მაგრამ ყოველთვის მე-19 საუკუნის ჩათვლით ანტიკურობის პერიოდიდან მოყოლებული უწყვეტად შეუძლიათ ნახონ საქართველოს გამოსახვა, როგორ რა სახელებით, რა ფორმებით, რა სიმბოლოებით ხდება ევროპულ კარტოგრაფიაში. გარდა ამისა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან ბევრი ისეთი რუკა, რომელიც არა მარტო საქართველოში, მეტ რეგიონში მხოლოდ ჩვენთან არის და ეხლა ამას სულ მალე დაემატება ეს თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც იდენტიფიცირებულად 5 არის მსოფლიოში და ჩვენ შევძელით ეს შევიძინეთ და აი ეს რუკა, რომლითაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი, მაგალითად ამას მალე მოპირდაპირე მხარეს კედელზე დაუძმობილდება უკვე ეფსტორფის მაპამუნდი, გერმანული მაპამუნდი, სადაც მთელი სცენა არის ოქროსაწმისის ამბავზე და ოქროსაწმისი ერთ-ერთი საინტერესო მომენტია, ხო? აი ძველი სამყარო, როდესაც აი ანტიკური პერიოდი, როდესაც არის და ძველი საბერძნეთის თემაზე, როდესაც არის საუბარი, ან მითოლოგიურ პერიოდი და ასე შემდეგ ეს კომბინაციაში ერთად ორი რაღაცა არის მთავარი სიმბოლო, რაც ჩვენს რეგიონში არის გამოსახული, ეს არის ნოეს კიდობანი, ეხლა არარატის მთაზე და ეს არის ასევე ოქროს საწმისი. ეს ორი ამ მომენტი არის უწყვეტი მთელი ამ ისტორიის განმავლობაში. წეგან ვახსენე, რომ 1558 წლის ვენეციურ რუკაზე, რომელიც სპარსეთის ახალი რუკა არის და პირველი რუკა არის, რომელიც თავს ანებებს რაღაც ძველ სამყაროს და ახალ სამყაროს თავაზობს, იქ ერთი გვერდი არის გორი და ნოეს კიდობანი აღნიშნული, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანია ეს ნოეს კიდობანის თემა, რომ ამისგან არ გადის. უფრო მეტიც ეს არა მარტო რუკებზე ხდება ჩვენ ეს აღნიშნები, არამედ ხდება ასევე და ამ პერიოდში აი სამეგრელოს რუკა, რაც მისიონერების მიერ არის შექმნილი ლეიდენურ გამოცემაში, რომელიც 1714 წლით თარიღდება, 1713-14 წლებით თარიღდება, ლეიდენურ რუკაში, რუკის ლეგენდაში ჩახატული არის ასევე ოქროს საწმისი, რაღა დროს ოქროს საწმისი და კოლხეთია, ხო? მაგრამ მაინც არის, იმიტომ ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებული და ამ ყველაფრის ნახვა ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თვალით, ასე რომ მობრძანდით, ნახეთ, ისიამოვნეთ, ყველა რუკასთან ახლავს ორენოვანი აღწერა, ქართულ და ინგლისურ ენებზე
აღნიშვნებზე შესრულებული. ცხადია, ჩვენ ფოკუსს ვაკეთებთ საქართველოსთან დაკავშირებულ აღნიშვნებზე. ეხლა ამ რუკაზე რომ მოვყვეთ და 1000 აღნიშვნა რომ დავიტანოთ, ამას ცალკე კედელი დაჭირდება ბუნებრივია, მაგრამ ის რაც საქართველოს უკავშირდება, ამისი ნახვა ყველა შეუძლია. კი ბატონო, ხოლო ამის აღნიშნებზე შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოვიძიოთ ინფორმაცია. ინტერნეტში შეგიძლიათ, მათ შორის არის ტექნიკურად იმის საშუალება, რომ ბევრი რაღაცა მე მაინც არ ურჩევდი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დიდი ფრაგმენტების სანახავად ამ რუკაზე, მაგრამ აი ტექსტების წასაკითხად, რომ უბრალოდ ტექსტი რო წაიკითხოს და რაღაცა, ესეთი რაღაცეები შეუძლებელია, ოღონდ აქაც მნიშვნელოვანია სწორი დავალების მიცემა და არა ვთქვათ რაღაც ზედაპირული დამოკიდებულება. თორე შემიძლია ამ რუკაზე ესეთი რაღაცა მოვაყოლინო ხელოვნურ ინტელექტს, რაც ჩვენი ინტერესი ნამდვილად არ არის, ხო? ეთანხმები, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის ამ საინტერესო ადგილზე. მსმენელს შევახსენებ, რომ გამოიწერეთ წარე პოდკასტი, მოიწონეთ, ასევე გამოიწერეთ ჩვენი Facebook გვერდი და mapa cartographikas გვერდი, რომელიც იდება ხოლმე საინტერესო ვიდეოები, შესაძლოა პატარა შორტები, ასე ვთქვათ, როგორც უწოდებენ მას და გაიგეთ მეტი რუკების შესახებ. ნახლა კი მომავალ ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა.